გამარჯობა, სარბიელის პოდკასტის დროა. დღეს ილია ნანობაშვილი და ილია ვაბუნაშვილი მასპინძლობთ ყოფილ სარბიელს, ლელოელს, ჩვენს მეგობარს და შესანიშნავ სპორტულ ჟურნალისტს მერაბ მამულაშვილს, რომელიც ჩვენთან ერთად შეეცდება ბოლო პერიოდის მოვლენები მიმოიხილოს და საჭირო როტო საკითხებზე მეტნაკლებად ელაპარაკოს. გამარჯობა მერაბ, როგორ ახარ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? კი იქნებით გემრიელად ასეთი პოდკასტის გამო, ხო? რაღაც უკვე ძალიან პოპულარულია და როგორც თავის დროზე იყო სარბიელი, რა ძალიან პოპულარული, მიხარია რომ სარბიელმა პოდკასტებით დაიბრუნა თავისი ადგილი ქართულ სპორტულ სივრცეში, იმიტომ რომ სარბიელი სხვა ხარისხი და სხვა დონე არისა და მიხარია და მოგესალმებთ. მერაბი მოგესალმები და ჩვენ მე მგონი არა მხოლოდ ჟურნალისტიკაში, საერთოდ გულშემატკივრებშიც, საერთოდ ფეხბურთელებშიც, მწვრთნელებშიც დაფასებული პიროვნება და დაფასებული ჟურნალისტია მართლაც რა და კაი საუბარი გამოგვია. მოკლედ დავიწყოთ აბა ბოლოდროინდელი ამბებით. ცოტა რამდენიმე დღე კი არის გასული, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა და ქართველების გამოსვლები რა. დავიწყოთ მამარდაშვილით ხვიჩათი. ყველაზე მტკივნეული ამბავი ალბათ გიორგი მამარდაშვილის ტრავმაა და მოდი ამითი დავიწყოთ. გიორგი მამარდაშვილის ტრავმა და მისი მდგომარეობა ლივერპულში, ის ახლა ყველამ კარგად ვიცით რომ არ არის გუნდის პირველი მეკარე. ბოლო 6 შეხვედრაში იყო იცავდა გუნდის კარს, იმიტომ რომ ალისონი მთავარი მეკარე ამ გუნდისა დაიმტვრა, მაგრამ აი ახლა ბოლო ტურში მამარდაშვილის დაშავდა, როგორც დღევანდელი ინფორმაცია გვამცნობს 3 კვირის განმავლობაში მოუწევს მოშუშება ტრაუმის. ანუ ღვთისმადლით მოტეხილობა, რაღაცა კუნთის გაწყვეტა, რაღაც უბედურება არაფერი არ არის ჭრილობა, უბრალოდ გაკერეს და უნდა შეხორცდეს რა. ახლა სანამ არ შეხორცდება და სანამ ამ ნაკერებს უმტკივნეულოდ არ საშუალო სიმძიმის ტრავმაა რა. ანუ საინას არ განეკუთვნება. გაჭრილი ადგილის შეხორცება სველოდები. ყველაზე მეტად უსიამოვნო ამბავი ის არის რომ მამარდაშვილის კარიერას რო გადავხედოთ ყველგან იღბალი თანსდებდა რა. ცუდად არ ვამბობდა, ცუდი კუთხით არ ვამბობ, მაგრამ მივიდა ვალენსიაში და ჰოლანდიის ნაკრების მეკარე ტრავმირებული, დაშავდა, შანსი მიიღო. ასევე აქ ალისონის ტრავმის დროს შანსი მიიღო და აი თითქოს იწყებდა ფეხზე დადგომას და სწორედ მაგ დროს, როდესაც აი თავდაჯერებული უნდა გამხდარიყო, მოვიდა ეს ამბავი რა და მისი შემცვლელი მესამე მეკარე ძალიან კარგად გამოიყურებოდა. ახლა ალისონი არ ვიცი რამდენად რეალურია რომ თქვა იუვენტუსში გადავიდეს, ანუ როგორც თქვენ თავის დროზე ამბობდით, იუვენტუსში გადავიდეს, მაგრამ ნუ ფაქტია რომ შანსს უკვე მესამე მეკარე იღებს და თუ წასვლაზე ლაპარაკი სხვა გუნდში, მაგ შემთხვევაშიც ტრავმა მაინც და მაინც სასურველი არ არის სხვების დასაინტერესებლად. მოკლედ რაღაცა კაი მომენტი იყო და ეს მომენტი ამ ტრავმამ მერაბ რა მინდა ისი კითხვა შენ ალბათ ახლა ილია ვიცი რომ იცნობს პირადად კარგად მამარდაშვილს ალბათ შენც ის და მეც მქონია შეხება მე სიმართლე გითხრა არა კარგად როგორ ბავშვობიდან ვიცნობდი და მე აღარ მქონია შეხება არა რისით გამინდა ისი მეც ახლა 1-2 შევხვედრი ვარ ვალენსიაში შევხვედრი ვარ მაგრამ ნუ ეს იყო მაინც ეპიზოდები ასე ვთქვათ ასე აი როგორც შენ ახლა ბავშვობიდან რო იცნობდა ვთქვათ შენს ბიჭთან ერთად ვარჯიშობდა ხო ბავშვობაში და ჩემი ბიჭი ვარჯიშობდა მაგასთან კი ნუ ხო კი ბატონო კი აი მიყვარს ესეთი მოგზალებული და ტაქტიანი ადამიანი ნაკრებშიც ერთად იყვნენ ნაკრებშიც გადასარევი ხო და გიორგი მე ერთხელ თვითონ მითხრა რომ მე 7 ადამიანი ვარო რაღაცას მაშინ ჯერ კიდევ ვალენსიას პერიოდი იყო ახალი გადასული იყო ვალენსიაში და მაშინ მკითხე რომ მეუთხარი გიორგი მეთქი რაღაცა ესეთი სანერვიულო სიტუაცია უცებს საქართველოს ჩემპიონატიდან მიდიოდი მე-4 მეკარე და აღმოჩნდი თავარი მეკარე მე-5-ით ხო, ნუ მე-5-ით კი ბატონო და მითხრა რომ მე ვარ 7 ადამიანი ბუნებით და გულთან ახლოს არ ვიმეხვდა და ეს მე მგონი ძალიან პლუსია და მინდოდა აი მის ხასიათზე და მის ასეთ რაჭულ თუ ლეჩხუმურ სიდინჯეზე და იმაზე მეკითხა თქვენთვის. მე მგონი ესეთი გაწონასწორებული ბიჭია და ეს ძალიან დაეხმარება, არა იმიტომ რომ ეხლა რთული პერიოდი აქვს ნამდვილად. აი წეგან მერაბ შენ ძალიან კარგად ახსენე ვალენსია და განსხვავებით ვალენსიელი გულშემატკივრებისგან, ესპანური პრესისგან და ვალენსიელი მწვრთნელებისგან ლივერპულში ცოტა სხვა დახვედრა აქვს. აბსოლუტურად სხვა. ცოტა სხვა დახვედრა აქვს. ოჯახური დახვედრა იყო აქ
ხო, იქ ხელშეწყობა იყო. ხო და აი მოგვიყევი ამის შესახებ აი შენი დანახული როგორ რა ხდება აი მაგ შემთხვევაში. ნუ ვალენსია ძალიან კაი გუნდია და ბუნებრივია თავის ნიჭი გამოავლინა. აი როგორი დონის გუნდიც არის ახლა ლივერპული. იმ დონის არაგრანდ გუნდში რო ყოფილიყო, ბუნებრივია ეს სიმშვიდე თავიდანვე ექნებოდა, მაგრამ გრანდ კლუბში ეტყობა ეტყობა რა ასე არის რა გრანდი ცოტა სხვა ფსიქოლოგია იქ ჩვენ ხო არ ვიცით რა გასახდელია როგორი დამოკიდებულება და ბუნებრივია ეს მედიაც და პრესაც მედიაც და გულშემატკივრებიც ბუნებრივია მას თავზე არ გადაუსვავენ როგორც ვალენსიაში ხდებოდა. ეს მანჩი რაც უყურებდი მეგობრული იყო აი გულშემატკივრის დამოკიდებულებაც და პრესაც მე მახსოვს ზუსტად არ მახსოვს რომელი თამაში, მაგრამ თუ არ მეშლება რეალთან მოუვიდა, თუ სარაგოსას არ მახსოვს რა ზუსტად. გოლები რო გაუშვა? სევილია იყო. არა, სევილიასთან მახსოვს და მამარდა შენ ესეც გჭირდება, ანუ რაღაც უფრო დამოკიდებულება სხვა იყო. ახლა ბუნებრივია ასეთ დამოკიდებულებას რო აწყდება ადამიანი, რაც არ უნდა მშვიდი იყოს, მაინც მოქმედებს ხო ადამიანია, ქვა ხომ არ არის და მაგრამ მე რისი მჯერა იცი ქართულ ფეხბურთში აი ბოლო წლებში აი ეს რამდენიმე ისეთი ფეხბურთელი და მეკარე გამოჩნდა რომელსაც რაღაც არატიპური ჩვენ რასაც ვიყავით შეჩოულები იმის მსგავსი არც ხასიათი აქვს და არც უნებისყოფობა რა ნებისყოფაც ახასიათებთ მოთმინებაც ახასიათებთ იგივე კვარა რო ავიღოთ ხო მსგავსი ნებისყოფის შრომის მოყარეობის ადამიანი როგორც გიორგი როგორც კვარა არის კიდე რამდენიმე ფეხბურთელი რომლებსაც ქართული ფეხბურთის სახელი სოფლიო დონეზე აქვს და მე მჯერა რომ აი ამ რთულ პერიოდს გადაიტანს მით უმეტეს აი ამ ტრავმას საბედნიეროდ მძიმე ტრავმას საბედნიეროდ გადაურჩა და მე იმედი მაქვს რომ მისი შრომის მოყარეობაც ეს მოთმინების უნარიც ძალიან ბევრს ნიშნავს. ბევრი ქართველი ფეხბურთელი ხო სწორედ იმან დაღუპა რომ არც მოთმინება ჰქონდათ, არც ნებისყოფა ჰქონდათ, არც კონკურენტებთან ბრძოლის არც გამოცდილება და არც ეტყობა რწმენა არ ქონიათ რა და გიორგიმ რაგზაც ვალენსიაში გამოიარა პრინციპში იგივე გზა ცოტა სხვანაირად უნდა გაიაროს ლივერპულში და გადის კიდევაც და რამდენიმე შეხვედრაში გამოჩნდა რომ თავიდან ხო ეტყობოდა კიდევაც თავდაჯერება აკლდა აი თითოეული ნაბიჯზე მოძრაობაზე რაღაც მომენტებში დაიბრუნა გამოჩნდა რომ აი იყო უკვე იმ ზღვართან მისული რომ აი თამამად და კარგად ეთამაშა და დარწმუნებული ვარ ადრე თუ გვიან მაინც გახდება ლივერპულის პირველი მეკარე მაგის ძალიან დიდი იმედი მაქვს ანუ შენ არ ხარ მომხრე რომ ის წავიდეს ლივერპული ну ახლა ჩვენ არავინ არ მკითხავს და მამარდაშვილის ოჯახი რასაც გადაწყვეტს ისე იქნება მაგრამ ну შაი შენი პირადი ის მაინტერესებს იმიტომ რომ ნახე რა ხდება ახლა ერთ ნიუანსს გაუსვამ ხას ბევრი რაღაცა დამოკიდებულება ლივერპულელებისა მამარდაშვილის მიმართ გინდა გულშემატკივრის გინდა პრესის გინდა თვითონ სლოტის მე ბევრი რაღაცა მაღიზიანებს თუ არ მოგატყუა და მგონია რომ უსამართლოები არიან ხშირ შემთხვევაში მაგრამ მაგალითად ინგლისური პრესა ძალიან სწორად ამბობს, ოდესაც ხას უსვამს, რომ გიორგი მამარდაშვილი არის ესე უპირველეს ყოვლისა ძლიერი მომგერიებელი და შედარებით სუსტი ფეხით ბურთის გამნაწილებელი, აი ეს ამ ფრაზებს ხმარობენ. ეც დავამატებდი კიდევ ილია სანამიტყვის მერაბი, აი ზუსტად ამ ფეხით თამასთან დაკავშირებით ნახე როგორ ყველაფერს თვლიან. მამარდაშვილი არის ფეხით საცია. ალისონი არის ფეხით მარჯვენა. იმასაც კი ანგარიშობენ, ეს ცველისთვის არის არაკომფორტული. ეხლა ხო დღეს უკვე მეკარებისთვის ფეხის თამაში უკვე აუცილებელია. ისიც არაკომფორტულად ჩანს, რომ ესე იგი უგორებენ მარცხენა ფეხზე და იმას უგორებდნენ მარჯვენა ფეხზე. ეგეც კი გათვალისწინებული აქვს, რა პრესაში დაიწერა ინგლისურ პრესაში და გრძელი პასების პროცენტული მაჩვენებელი დაუთვალეს, რომელიც გიორგის აქვს ცუდი მაგრამ კონკრეტულად მოგერიებების ხრივს, ან როგორც ეძახიან სეივს, როგორც გიორგის უკეთესი მაჩვენებელი აქვს ვიდრე ალისონს.
საშუალოდ. მაგას ძალიან კარგად ხედავს ინგლისური პრესა. ხო, ანუ ეგეც კი პრობლემაა, რომ მარცხენა ფეხზე უნდა დაუგორო ამას ბურთი რა. არა, მეორე მომენტი არის რა. ალისონი უგორებდა ძალიან სწრაფი ფლანგები ყავდათ. ეხლაც კარგები არიან, მაგრამ მოხამედ სალახი იმის ნახევარი აღარ არის, ვეღარ გარბის. ეს გრძელი პასები იყო გათვლილი ამ ფლანგებზე. დღევანდელი გუნდი აშკარად არ არის ისეთ შეთამაშებული, როგორც კლოპის ლივერპულში. მცველები. მარცხენა და მარჯვენა მცველებიც რა შედარება. და სხვათა შორის იმ დღეს თქვენ ერთად რომ იყავდათ, აჩი ორი პოდკასტის გაერთიანებული გადაცემა, აჩი ფეხბურთზე და სარბიელის პოდკასტი, მაშინ აჩი ყვარველაძემ სწორედ თქვა ვანდაიკზე დირექტორი ვიძდადისო რა. მართლა ამ ბოლო დროს ეს რაღაცით ღვაწლმოსილი დირექტორი ვიდი ირჯება მოედა. ვანდაიკიც და ფლანგის მცველებიც ახლა იწეგან მე რა ვიბრო თქვა ფლანგელი შემტევი ფლანგის მცველებიც ახლა შეადარეთ რა. მაშინ რობერტსონი და ალექსანდრ არნოლდი ყავდა და ეხლა ვინ ყავს კერკეზი და ხან გომესია ხოლმე და ხან სობოსლაის ეხმარება. სობოსლაის უნიკალური ამპლუა აქვს საერთოდ. ლოცაუტეოს ის არის 8 ნომერი, ხან 10 ნომერი და მაგრამ ის დინამიკა აღარ არის იმ გუნდში, რის გამოც ახლა ლივერპული ყოველთვის ეხა ყოველთვის ერთი და იგივე ხომ არ არის, მაგრამ კლოპის ლივერპული მაინც სულ სხვა დინამიკის გუნდი იყო რა. სხვანაირი თამამი გუნდიც იყო, სხვანაირი ავანტიურისტული გუნდიც იყო. თვითონ ამაშიც რაღაც გარკვეულწილად შეიძლება არ გაუმართლა რა. თან მეორე მომენტი არის ახლა, როდესაც მწვრთნელი იცი რომ ასოციაციის თასზე ყოველთვის მეორე მეკარის ათამაშებს და შენ არ გათამაშებენ, ეს თავდაჯერებაზე უბრალოდ ძალიან ცუდად მოქმედებს ხო და მე მაინც მგონია რომ იმ გარემოში და იმ სიტუაციაში არც ე მეგობრულში რეალურად რაცშიც მამარდაშვილი მოხდა, ეს იგრძნობა რომ არც ე მეგობრული არის დამოკიდებულება. აი რა შეატყე არა მეგობრულში. არა, მე ვამბობ იმასთან შედარებით, რაც ვალენსიაში დახვდა. ადამიანი ხო აი ამ ცვლილებას გრძნობს, არა? და მაგრამ თვითონ მისი მოთმინებითა და ნებისყოფით კიდე მაქსიმალურად უმკლავდება ამას. მაქსიმალურად ცდილობს თავისი ადგილის დაკავებას და მე ვფიქრობ, რომ მას აქვს იმის პოტენციალი, მორალურიც და ფიზიკურიც და სპორტული მონაცემები, რომ აი ამ იმის არც მეგობრულ მტრულს არ ვიტყვი, არც ისე მეგობრულ გარემოს რომ გაუძლოს. ყოველ შემთხვევაში ამის განცდა მაქვს. აი უფრო და უფრო უკეთესი არის თამაშიდან თამაშან. უთამაშებლად რა თქმა უნდა. მოდი ერთი ლივერპულელებს რაც უნდათ ის უქნიათ ჩვენი მამარდა იყოს კარგად და მეკარეობის პრობლემას აქით ასე შევხედოთ რა. ეხლა აი გიორგი დაშავდა ხო? კი ალბათ 2 ივნისისთვის და თორსები 6 ივნისისთვის როდესაც საქართველოს ნაკრებს 2 ამხანაგური თამაში აქვს გამოჯანმრთელდება ალბათ, მაგრამ საქართველოს ნაკრები ალბათ უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ ერთშენიერ დღეს გიორგი ჯვარიწერია შეიძლება ისევ დაშავდეს, ან 2 ყვითელი თუ 3 ყვითელი მიიღოს. აი მაინტერესებს შენი გადასახედიდან რა სიტუაციაა დღეს საქართველოს მეკარეებში? ანუ თქვა ხო უნდა იყოს ვიღაცა შემზადებული, ვიღაც ელემენტარულად 1-2-3 თამაში უნდა კონდეს ნათამაშები, რომ ნაკრები ნაგრძნობი კონდეს, თქვა გუგეშაშვილი. აი ფსიქოლოგიურად რა, ჩემი აზრით. აი ვინ გეგულება, თქვა აი ესეთი გუგეშაშვილის გარდა, ხარატიშვილი. მაგაში ორი აზრი არ არის ჩემთვის, ეს სანაკრებო დონეზე ჩემი აზრით ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიული არის როგორც სპორტსმენი და როგორც პიროვნება. ძლიერი პიროვნება აშკარად და ას ნაკრებში ყოველთვის ხო მნიშვნელოვანია. ვატყო ვიცნობდა დაგვიხასიათია ბეგ ბიჭი. მე ხლა რაღაც განსაკუთრებულს კი არ ვიტყვი, უბრალოდ რთულ მომენტებში ახასიათებს კონცენტრირება და კარგი თამაში. და რთულ მომენტებში ხომ გვინახია ფეხბურთელი მეკარენების იბნება და გუნდს დააღალატებს, ხო? ეს პირიქით ხორვატიასთან ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში ფაქტობრივად ამან გააკეთა ის, რაც მამარდამ გააკეთა დიდების პლეი-ოფში საბრძნეთან, ხო და აქ ხასიათი გამოვლინა. მე თვითონ იქ ევროპის ჩემპიონატზეც ძალიან მაგარი თამაშები ჩაატარა. ერთ პორტუგალიასთან კი პირველი გოლი გაუშვა, იყო შეცდომა, მაგრამ შეცდომა იქიდან გამომდინარე, რომ მზე თვალში ურტყავდა ვერ ხედავდა. ძალიან უხერხული ადგილი იყო რა.
ნუ ხდება და ხდება რა, დონარუმამ რა გააკეთა. ხშირი არის საერთოდ მეკარის შეცდომები და საერთოდ ხა ინდივიდუალური შეცდომები ბევრი. არსენალთან რომ მოვიდა ხომ იმის შეცდომას გულისხმობს. ხარატეშვილი ამას წინათ ჩვენც თქვით, აი და ერთ კიდევ მნიშვნელოვან შტრიქს გავუსვავ ხაზს, ხარატეშვილი არის ჩეხეთში. და ჩეხეთში ზოგადად სამეკარეო სკოლაა, რაც არ უნდა სუსტი გუნდი იყოს, იქ უმაღლესი ლიგის გუნდი თუა, მაგარი სამეკარეო სკოლა აქვს რა, ყველა მიცის ახლა ეგ რა ვიცი ხარ ჩამოვთვლი მე. მაგრად იზრდებიან მეკარეები და აი ესეც პლუს დამატებითი მაგისთვის. ფოტოშორის რაც ეხლა ხან მქონდა ინტერვიუ და ერთ-ერთ ყველა საინტერესო და მნიშვნელოვანი რაც თქვა, აი მაინტერესებდა ეს დეტალები, სწორედ აი იქიდან გამომდინარე, რასაც ილო ამბობს. აი რითი განსხვავდება მეთქვი შეიძლება განსხვავებული არც არაფერი არ არის მაგრამ სისტემაში კარგად არის მოყვანილი თქვა მომზადება პირობები შეიძლება ახლა ქართულ ფეხბურთელზე უფრო ფანტაზისტა იქ არ იყოს მაგრამ ნუ აი სისტემა აქვს ხო ერთ ჩვეულებრივ სოფლის გუნდს ისეთი მოსამზადებელი პირობები აქვს იგივე თან ტრადიცია აქვს ჩვენგან განსხვავებით ჩვენ ხო მაინც 16 წელია რაც სალკე ვარ და მაგრამ და სულ აი რა სიტყვა და საბჭოთა კავშირი მოსკოვი რაც ცენტრალური რაღაც ეს მაინც დამოკიდებულს ხდიდა და აზროვნება მოქმედებდა ხო ჩვენ ახლა იმის შემდეგ ჩვენით რომ მოგვიხდა ამ სისტემის აწყობა მაგაში გაგვიჭირდა რა და ახლა ნელ-ნელა უფრო რაღაცა ვიგებთ ვსწავლობთ ეს ფეხბურთელებიც ასე არ არიან ну, რასაც ამბობს, ესე იგი, კვების ფიზიკური მომზადების, ფიტნეს დარბაზში ვარჯიშების და სხვა რაღაც კომპონენტების ხარჯზე აშკარად გძნობ, რომ კარგად ვარ და ხო დაიწყო არა თამაში. თავდაპირველად ისედაც რაღაც მაინც კაი ფორმაში ვერ იყო, ისე წავიდა და ეხლა დაიწყო უკვე თამაში და ხედავთ ხო, რამდენიმე თამაში ჩაატარა, 2 პენალტი აიღო, ერთ-ერთი საუკეთესო არის გუნდში, საიმედოა და რაც თავარი აი როდესაც მცველი ასეთი მეკარეს ზურგს უკან გრძნობს ის უფრო თამამად არის და აი მაგ ბიჭის მე იმედება გუგეშაშვილი თავის დროზე ახალგაზრდულიდან მახსოვს თამამი ცოტა ავანტიურისტი მიყვარს ასეთ სტილის მეკარე თან ახლა საბერძნეთში თამაშობს სათამაშო პრაქტიკა აქვს ეხლა მეკარეს თუ პრაქტიკა არ ექნება იმას კარში ვერ დააყენებ ხო ძალიან კაი მეკარე არის გორის დილას მეკარე კერესელიძე მაგრამ მე ძალიან მეეჭვება რომ სანიოლმა აქცენტი გააკეთოს მასზე სანამ ის საქართველოში თამაშობს ეხლა ამას ვხედავთ სამწუხაროდ ჩვენ და ჩვენ ჩემპიონატის დონე ტემპი დინამიკა იგივე შემტევების კვალიფიკაცია სანიოლს არ აძლევს იმხელა საშუალებას რომ მეკარეებს თუ ნებისმიერ თქვა სხვა პოზიციის მოთამაშეს საქართველოს ჩემპიონატიდან თვალი მიადევნოს. ახლა ხომ უყურებთ, დაიწყო ახალი ჩემპიონატი და პირველ ტურებში ნუ კატასტროფა იყო, გოლები ვერ გადიოდა და აი არ ყავს ფეხბურთელები, რომლებიც თამაშს ქმნიან რაღაც 1-2 გულშემატკივარს მოიზიდავს, არაბიძე ერთ ქუთაისის ტორპედო ძალიან იშვიათი ბართიშვილი და ძალიან წირი არის მათი რაოდენობა, ვის გამოც ადამიანი მიდის ფეხბურთზე და მე მგონია რომ ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის რომ ჩვენ ცოტა დავშორდით იმას რაც ჩვენ სულში და გულში ზის იმ ფეხბურთს რა და ცოტა ღამურის სტილს სტილს და სულისკვეთებასაც რა მე მახსოვს აი გუნდი რომელიც დღემდე ჩემ გულში ზის და დღემდე მიყვარს გამოვიცნო 2-დან 1-1 მრეტები და ამ მრეტების სახელი ხო საიდან მოდის თავს მრეტის დამსხმელი და ამის ფილოსოფია ვაჟა ჩხაიძემ აი ესე მოხაზა შოთა რუსთაველიდან ხქმენა ჩენი ფერია და ჩვენ სამწუხაროდ ეგეთ თავისუფლება რჩება რომ ვერ ვქვნით იმას რაც ჩვენი ფერია რა რაც ჩვენ გულში არის კი გვასწავლეს ბევრი კარგი გვასწავლეს და რა თქმა უნდა UEFA-ს სემინარები კურსები კარგია მაგრამ ჩემი ორივე ბავშვი ფეხბურთზე რომ დადიოდა რჩებოდა თავისუფლება რომ ზედმეტად რაღაც ძალიან სქემაში ვიყავით მოქცეულები აი სხვათა შორის რა მაგის პასუხია და აი დაჩი ლორდკიფანიძე რომელიც კრემონეზიდან ახლა დარარეზე ძალიან იჭერი მაგი მახსოვს ჩემი ბიჭის გუნდელი იყო ერთ-ერთი ყველაზე ფანტაზისტა რა და მე ვიცი მისი მამის მონაყოლი რომ ეს აბსოლუტურად აუგრძალეს ეს ფანტაზიები რამაც გამოიწვია პრინციპში იტალიის აი ამ მდგომარეობაში მისვლა რომ სოფლიო ჩემპიონატს იტალიაში ყველაზე მზაფრად იგრძნობა და ჩვენთანაც რეალურად რო ავიღოთ აი
კვარაცხელია რაღაცნაირად დაუძრა რა ამ სქემების სისტემას, დაუძრა ეს ზუკა, დავითაშვილი რამდენიმე მოთამაშე რა. და მე მაგალითად ფეხბურთელებს ვეტყოდი ესეთ რამეს რა, რომ ზედმეტად ნუ დაუჯერებთ იმ მწვრთნელებს, რომლებიც გიგრძალავენ ფინს. იმიტომ რომ არ შეიძლება ბავშვი ბურთს რომ მიიღებს და იმას ავლენს, რაც მის ბუნებაშია, აუგრძალო და ასწავლო რაღაც მათემატიკური ფეხბურთი. მაშინ PlayStation-ზე დაჯექი და ათამაშე რა, ასე. სირა არის კვარაცხელია, მოდი ესეთ ფორმულირებას შემოგთავაზებ, კი არ დაუსხლტა. კვარაცხელია იმდენად დიდი ფეხბურთელია, რომ თვითონ რასაკვირველია ტაქტიკურად ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და ის ფინტი და ის თავისი ფანტაზია აიტანა იქ, ანუ ვერ დაკარგა. ის კი არა ვერ დაკარგა და ერთ ხო მიდი დავთავრე. თქვი. რა ძალიან საინტერესო პირველად არ არის სულ ამას ვსაუბრობთ. რამდენია საქართველოს ჩემპიონატში სასუფთა სათამაშო დრო? ალბათ ძალიან ცოტა. იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩერდება თამაშები. ნუ არაფერს ვამბობ უკვე ეს რასაც ამბობ შენ ჩაკეტილი თამაში ფეხბურთელები უმეტესობა ეხა მე არ მინდა ყველაზე აი ბართიშვილი და ისინი სწორად დასახელე ესეთები არიან ცოტანი არ არიან მაგალითად ფარულავა გორში და არიან ეგეთი ბიჭები მაგრამ ცოტანი არიან ესენი რომ აი თამაში თან მუშაობენ და თან სიამოვნებას იღებენ რა და სამწუხაროდ საქართველოს ჩემპიონატში ხედავ რა ასიცი მუშაობენ სამსახურში მუშაობენ კი ხო და ანუ სიამოვნებას ვერ იღებენ და ეს არ ვიცი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან ნაწილი იმის ბრალია რომ გულშემატკივარი არ დადის აუცილებლად და ნაწილი გულშემატკივარი კიდე იმიტომ არ დადის რომ იქ სანახაობას ვერ თავაზობ რა და ეხა ის იმას აბრალებს ეს ამას აბრალებს და ხდება ასეთი ისა და მართლაც აი საქართველოს ჩემპიონატში მაპატია ჭრები არ ვიცი ხა თქვენი აზრი გამოთქვით მაგ სიტუაციას გულშემატკივარი ვერ გამოასწორებს ანუ შენს ცუდი სანახაობაა ჩვენო და უცებ რატომღაც ათასობითი კაცი 1000 კაცმა გადაწყვიტოს, მოილაპარაკოს, მოვიდეს და ყვირილი დაიწყოს, იქნებ რამენაერად აგიყო. არა, მე მარტო იმას კი არ ვაბრალებ. არა, მარტო იმას ჯერ გულშემატკი, ჯერ უნდა გამოჩნდნენ ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც სტადიონზე მოიყვანენ ხალხს. რომელიც მოიყვანა, ეხა სანდროიაშვილზე დადიოდნენ, ლევან ყენიაზე დადიოდნენ, კობახიძეზე დადიოდნენ, ხუჩაზე დადიოდნენ, ბრეტებზე დადიოდნენ. მესამე ლიგიდან. აი, რატო არ შეიძლება სიტყვაზე ბართიშვილმა მოიყვანოს რა, იმიტომ რომ ეხა გადასარევი ტალანტი ყავს, ეხლა გახდა ხო 17 წლის. ხო და აი ესეთი უბრალოდ რა არის, იცი, გული მწყდება რაზე. აი აქ საქართველოში ესეთი შემოქმედებითი ფეხბურთელები მაინც იტანჯებიან საერთო იმაში წვენში იხარშებიან და უფრო აი ვერ ავლენენ თავიანთ საუკეთესო თვისებას ის თავიანთ იმპროვიზაციას მერე გადიან უცხოეთში და იქ უფრო კარგად თამაშობენ ეხა ხშირად გაკვირვებულები ყოფილი ვართ რა აქ რო ვერ უთამაშია და იქით ეხლა რა ხვიჩა კვარაცხელია ხალხო ეხა რუსთავში გადასარევად თამაშობდა ეხა არ იყო ის გავიდა მოსკოვის რუსეთის ჩემპიონატში უფრო კარგად ითამაშა ნიუ-იორკ ტაიმში იყო ძალიან საგულისხმო წერილი მახსოვს კვარაცხელია სერია A-ში რომ უკვე პირველ წარმატებებს აღწევდა თუ უკვე სერიოზულ წარმატებებს მთავარი შინაარსი მახსოვს რა ხვიჩა კვარაცხელია ინდუსტრიული ევროპულ ფეხბურთში სიველურე შეიტანავდა სანამ არ იქნება აი ჩემი გაგები ჩემი მოგზალებული აზრია მე როგორ შეიძლება ვიღაცას ჭკუა დავარიგო მაგრამ აი ჩემი პირადი გემოვნება სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი ყოველთვის მომწონს იმიტომ რაღაცა ველური აქვს ამ ჩემპიონატს სქემებით შევიდა მაგრამ რაღაცა სიველური ფეხბურთში თუ არ იქნება და რაღაცა ნატურალური და დავარცხნილი ძალიან დავარცხნილი არაფერი არ ვარგა თმაც კი ხო რა ის იტალიაში როგორ შეიძლება რომ ფეხბურთელები არ გაიზარდონ მაგრამ დარწმუნებულია როგორც ზოგად იტალიაში განსაკუთრებით აი ამ ინდუსტრიულმა ფეხბურთმა ჩაკლა ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი დარწმუნებული ვარ ის დიდი სარბიელი იმიტომ გადაეკეტა რომ რაღაც ვიღაცის სქემებში საერთო სქემებში არ ჯდებოდა და ფეხბურთში არ შეიძლება რომ ყველაფერი სქემაში ჩასვა ხო აი როგორ შეიძლება მარადონა ჩასვა სქემაში როგორ შეიძლება მესი ჩასვა
პელესაც ვერ ჩასვავ და ესე კვარაცხელიაც ხო თავიდან რატო ქონდა სპალეტის და რომ უბრალოდ სპალეტიმ კარგად ასავლა რა რაც ნიჭი გაქვს იმას ნუავლენ მაინც და მაინც მოედნის შენ ნახევარზე კარებთან გამოავლენე და ეს ენერგია აი ეს უნდა ასავლო ამ ბავშვს რომ სად გამოიყენოს ეს ნიჭი ეს ტალანტი მაგრამ მე ძალიან ბევრი ბავშვი რომლებიც მეგონა რომ აი ქართულ ფეხბურთში სიტყვა სიტყოდნენ აი ეს კვარასთაობა და ну აი შემდეგი თაობა ხო დაკვირებული ვიყავი რომ სამწუხაროდ მათ აი ამ იმპროვიზირებული ფეხბურთის ჩვენებაში ხშირად ხედავდნენ არასწორ ფეხბურთს არათანამედროვე ფეხბურთს არა და ნუ ფეხბურთის ყველაზე თელის რაც არ უნდა თქვა გიორგი არაბიძეზე რომ დაცვას არ ეხმარება გავიგე რომ დაცვას არ ეხმარება მაგრამ ფეხბურთს ხმის და თამაშობს აი ფეხბურთს თამაშობს ის არ მუშაობს მოედანზე ის სიამოვნებას იღებს და სიამოვნებას მანიჭებს თუ კი შეიძლება საქართველოში მერა ბრა ერთი მომენტია რა როდესაც ლაპარაკობთ კვარაცხელიაზე ჩვენ ლაპარაკობთ ძალიან დიდ ფეხბურთელზე რომელიც კიდე ერთხელ გავიმეორებ იმ სქემას და იმ სამუშაოს ასრულებს და პლუს ამ ადამიანს ამასთან ერთად შეუძლია შეასრულოს აი ეს ფინტები და ითამაშოს ფანტაზიით სავსე ფეხბურთი მაგრამ როდესაც სხვა ფეხბურთელი ხარ არაბიძეს არ გულისხმობ თქვა სხვა ნებისმიერი X ფეხბურთელი ხო ამას ვერ აკეთებს და თქვა აქვს არჩევანი რომ აი ამ სქემას არ შეასრულებს ან ისა რა თუ ფინტი გააკეთა სქემას აღარ ასრულებს. ნუ აი თანამედროვე ფეხბურთში ეტყობა მანცნელები მიიჩნევენ რომ აი აქ უკვე არჩევანს აკეთებენ. ხო, უკვე იმ ფეხბურთელის სასარგებლოდ რომელიც სქემას შეუსრულებს და სამუშაოს შეუსრულებს. და ისეთი რომელიც ერთ ფინს გააკეთებს მაგრამ დაცვაში კაც აღარ გამოიყიდება უკვე არა მე მაგის მე იმას კი არ ვამბობ რომ ზოგადად ეხლა თანამედროვე ფეხბურთი კეისარსკეისრისო ხო თანამედროვე ფეხბურთი წესია კეისრის უნდა მისე ანუ ათლეტურობა არის და ძალიან დიდი დინამიკა არის და ბუნებრივია ამას ანგარიში უნდა გაუწიო მე უბრალოდ რას ვამბობ იცი თანამედროვე ფეხბურთზე გადასვლის დროს აი იმპროვიზაციასაც უნდა დაუტოვოთ ადგილი ხო მაგრამ არა ისე რომ ეხლა გასაგებია თუ არ დარბის და თუ არ მოძრაობს არასკემის ხარჯზე დოზირებული უნდა იყოს ძეგლი დადგი მოედანზე კი ბატონო ხო ნუ არა დოზირებული უნდა იყოს ხო მაგ ხრივაც ცოტა ისა გვაქვს ჩვენ ჩამორჩენა რა და ზუსტად ერთი რა გამახსენდა ჩაკვეტაძეზე გამახსენდა აქედან რო წავიდა მაშინ ყველა ამბობდა ჩაკვეტაძეს რას უწუდებდნენ იცი საქართველოში სანამ წავიდოდა რომ ზედმეტად ის არისო ჩაკეტილიო რაღაც ძალიან პასების გაცემა უყვარსო ხო და ინდივიდუალიზმს ვერავლენსო რა ისეთ დონეზე და იქ რო ჩავიდა გენტში 1-3-4 თამაში რო ითამაშა თავიდან ხო კარგად ითამაშა აი ის ძნელი საყვედურობდა პირიქით ძალიან ერთობიო პირიქით რა ვიცი ეგ მანდ კიდე პირიქით შემთხვევა იყო ხო ანუ ჩვენ რაღაც აი ისენი ზედმეტად გაცრები ჩვენი ხო ანუ ზედმეტად ერთობი უფრო გუნდურ-ჩარჩოებში მოაქცია იგივე სხვათა შორის ოქრიაშვილზე აი ოქრიაშვილსაც იქ თავიდან ერთ შეხება კაცად აქციეს თვითონ ყვებოდა იგი ლიჩევეციო დამტანჯესო რა ხო ზოგჯერ არის პირიქით შემთხვევები მაგრამ აქ მთავარი რა არის ფეხბურთელის საუკეთესო თვისებები უნდა გამოიყენოს აუცილებლად ხო ის კი არა რომ რაღაცა ის ეხა სიტყვაზე რა ეხა კი არაფერს ვერ ჭირა ჯაბა კანკავას ის არ უნდა დაავალო კაცის მოტყუება ხო რაც და რაც ეხერხება მე სხვათა შორის აი სულ ტვინში მიტრიალებს ერთი რაღაცა რა აი ფიქრები ქართულ ფეხბურთზე რო წავიკითხე რა ანდრო ჟორდანიას აი და წლების შემდეგ გამოვიდა რაც ბუნებრივი არის ხო წლების შემდეგ კროიფის ციგნი ფეხბურთზე მის ფილოსოფიაზე აი სადაც საუბრობს რომ ეზოში ფეხბურთის დაკარგვა როგორ აისახა თანამედროვე ფეხბურთზე რომ იქ მანქანებში რო გაძვრებოდნენ ბავშვები რა თითქოს ერთ-ერთი ემთხვევა ანდრო ჟორდანიას ნააზრებს აი ხლა რატო გამახსენე თქვენ სიტყვებს ილო რომ რაც საუკეთესო აქვს ის უნდა გააძლიერო და ანდრო ჟორდანი იყო უნივერსალიზმის წინააღმდეგი ხა კროიფი არ იყო პირიქით მაგრამ რაღაც მომენტები კვეთა არის რა იმის აზრებში ამის აზრებში და თავარი მე რაც დავიჭირე და ის საჩემოდ მივიღე
ყველა ადამიანი ხო ესე არის, ზოგს არ უყვარს, ზოგს არ უყვარს, ხო? ესეა ჩემი ფეხბურთი შეიძლება განსხვავდებოდეს სხვებისგან, ხო? მე მომწონს ესეთი ფეხბურთი და ვისაც საუკეთესო აქვს და საუკეთესო კიდე ქართულში ძალიან ბევრი არის რა, ეგეთი, ნუ ეს ცეკვის დამსახურება თუ არ ვიცი, ის ფაქტია რომ არის რა. ეგეთი ტიპები არის, ხო, ეგეთი ტიპები არის, ქინქლაძე ცეკვა, შარველაძეები ცეკვაზე დადიოდნენ. ბევრი ასე მონებული მამუკა ფანცულაია. აი, ხო და აი ეს ელემენტები, ხო ფეხბურთის ის მარილი არის, რის გამოც ფეხბურთი გვიყვარს და მე ყოველ შემთხვევაში მე ფეხბურთი ამის გამო მიყვარს. აი რატო არის რომ თქვა სიტყვაზე გერმანიის ნაკრები, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან დიდ პატივისცემ, იმას არ ეყოლება საქართველოში ისეთი გულშემატკივარი, როგორც შეიძლება ბრაზილიას და არგენტინას ხდეს, იმიტომ იქ უფრო არიან იმპროვიზაციის მოყვარული ფეხბურთელები და მეც ეს აი საქართველოში რაც მომწონს არის მაგი. ქართულ ფეხბურთში და ვერ ხედავ იქამდე მიტანილ აი იმ ნიჭს, რომელსაც ბავშვებში ვხედავ რა. ანუ მე ვამბობ, რომ აი ეს გზა, აი ბავშვობაში რო ფეხბურთელი შედის და ნიჭი აქვს და ტალანტი აქვს, იქამდე ვერ მიაქვს და აი იქამდე მიტანის გზა არის ყველაზე რთული. ის ევროპული ბუნებრივია უნდა გავითვალისწინოთ, რა ჩვენ ვერ დავჩებით 54 წლის სოფლიო ჩემპიონატი ის ფინალი კადრები რო ვნახე, აუ მე თქვი ესენი როგორ თამაშობენ 62 წლის თითქოს დღევანდელი სპონზე სეირნობენ რუსთაველზე. ხო და მე ხა იმ დონეზე ხა ხო ვერ დარჩები, უნდა ირბინო იმუშაო, სამუშაო რეალურად ფეხბურთი, მაგრამ აი მთელი ალბათ მწვრთნელის და სამწვრთნელო სისტემის მთელი პლუსის უნდა გახდეს, რომ აი ეს მუშაობაში პატარა ეფექტი და ფანტაზია შეიტანონ რა. ხო, ამიტომაც წეგან ძალიან სწორად თქვით, ილია შენ თქვი, რომ ადამიანი შეიძლება აღზარდო თანამედროვე ფეხბურთელად, რომელიც სქემის შესაბამისად თამაშობს და დაცვაში ჩამორბის და ამ ყველა დავალებას ასრულებს, მაგრამ ამ მის სწავლებაში არ უნდა დაუკარგო ის, რაც მას ყველაზე მეტად გამოარჩევს სხვებისგან, ეს არის ფინტი, ეს არის პასი, ეს არის კარში დარტყმა თუ რა. მართალი ხარილია და ერთი ცირას გავიხსენებ, მე რა შენ წეგან ორი გუნდიდან ერთ-ერთი სიტყვი მეთქი, მრეტები თქვი, ვიცი რომ ძალიან გიყვარს და თბილისი იყო კიდე გიორგი დევდარიანის დროს ესეთი გუნდი. ნათელი მაგალითი იმისა, აი ეს გუნდი კი არ გლეჯდა და ჩემპიონი ვერ გამხდა და ჩემპიონი არ გამხდარა და აულაბარში თამაშობდა სკას სტადიონზე, ახლა მაღალი კორპუსები. ის კი არ იყო ჩემპიონი არ გამხდარა ის გუნდი და ეხა რაღაც ერთი ეტაპი გაიარა, მე ლეგიასთან გავარდა და ეხა მთები არ გადაუდგავს. მე რას ვამბობ? ლამაზად თამაშობდა რა და აი მიგიზიდაო და გულშემატკივარი ყავდა თავისი რა. 1-200 კაცი მე მახსოვს სულ დავდიოდი ხოლმე, მანდ მიწევდა საბიელიდან და აი სულ 200 კაცი შეიძლება სახეზე გეცნო რა. სულ ყავდა თავისი გულშემატკივარი. აი ესეთი გუნდი იყო რა. ყოფილვარ მეც მაგის. ძალიან კაი გუნდი იყო. აი რა ვთქვა, რა მინდა იცი ვთქვა, ესეთი თვითყოფადი გუნდი ამერიც იყო, ზესტაფონიც იყო. უბრალოდ ეხა თბილისზე რატო გამომახვილე ყურადღება რომ ტექნიკური, აი ახალგაზრდებისგან, ტექნიკური ბიჭებისგან ლამაზი ფეხბურთი. აი ლამაზად გაგორება, რაც მაყურებელს მიიზიდავს. მაყურებელი ეხა ძალიან ძნელია მივიდეს იქ, სადაც სამსახურია რა მარტო და ვერ ხედავს. ეს სხვათა შორის ამერში იყო, აი ყველაზე კარგად ალბათ დაბალანსებული ფანტაზიის და შრომის მომენტები რა და ალბათ მაგ გუნდი მაგიტომაც არის ჩემთვის აი ეს ერთ-ერთი სამაგალითო და რამდენი ხალხი დადიოდა ხო? ჩემთვისაც კარგი. თან რა იყო ის საინტერესო რაღაც გლდანელების გუნდად ჩამოყალიბდა. მახსოვს კიდევაც ერთი მოხუცი კაცი, რომელმაც დააწერა ესეთ იმაზე ფირფიტაზე რაღაც მუყაოზე წინ ამერი და ჩამოიკიდებდა ხოლმე. სურაჩიქოვანი ხო, არა, ჩიქოვანი გულშემატკივართა ეს იყო ლიდერი, მაგრამ მოხუცი კაცი იქ მაცხოვრებელი გლდანელი კაცი გამოდიოდა ხოლმე და ესე ჩამოიკიდებდა და თავის სახლიდან გადმოვიდოდა და დაждდებოდა, ანუ რაღაცნაირად უბნის გუნდად ყალიბდებოდა და საფეხბურთო კულტურისთვის მე რა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ძალიან მნიშვნელოვანი. აი ჩვენთან სხვათა შორის დაკვირვებული რას ვარ იცი? აი სადაც რაღაც მსგავსი ბუდე იქნება, იქ ამერი სამწუხაროდ ძალიან გული მწყდება.
ისევ როგორც მრეტებზე ძალიან გული მწყდება, რომელიც მოკლეს, თბილისი, რომელიც სამწუხაროდ არასტაბილურ ფინანსურ სიტუაციას შეეგუა, მაგრამ აი თქვენ რასაც ამოდილია, ხო? აი ვერ შეიქმნა ბუდე. დააკვირდით საქართველოს ჩემპიონატში ერთი და იგივე პერიოდში თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომ ძლიერი გუნდი ყოფილიყოს ან ტორპედო და დინამო. ან მესამე გუნდზე ლაპარაკი არ არის. იყო ზესტაფონი, დინამო მაინც და მაინც ყოჩაღად ვერ იყო ფინანსებში, ზესტაფონი კარგად იყო. ტორპედო გაძლიერდა, დინამო დასუსტა ერთ პერიოდი. მე მახსოვს ძალიან უნიკალური პერიოდი ამ მხრივ იყო 2019 წელი. ქუთაისის ტორპედო აი ჩაჩავარომ იყო გუნდში, ჯერ კიდევ არ იყო გამსკდარი ფინანსური პრობლემები. ბათუმის დინამო ფეხზე დგებოდა და დინამო საკმაოდ ნორმალურად იყო. და მახსოვს და ჩიხურა არა მე ვამბობ აი მაშინდელი გრანდები ჩვენებური რა და ჩიხურა ეომებოდა ამათ კარგად ეომებოდა ამას ვერ დავივიწყებ რომ ანუ პოტენციალი რომ არის რა ამ ჩემპიონატში რომ რაღაც მე არ ვამბობ რომ ინგლისის პრემიერ ლიგის დონეზე მაგრამ პოტენციალი რომ არის აი მაშინდელი სტატისტიკა მეტყველებს ბათუმის და თბილისის დინამოს თამაში ხომ გვახსოვს არა 22000-ის მაყურებელი რომ მოვიდა კვარას კი ბატონო კვარას გარეშე ბათუმის დინამო შეხვდა მანამდე იყო მახსოვს წყალტუბოში შეხვდა ქუთაისის ტორპედოს და ამ თამაშს YouTube-ზე ქონდა 38000 ნახვა აი წარმოუდგენელი რაღაცა არის ხო და ჯამში ამ თამაშის Facebook-ზე ნახა რაღაც გარკვეულმა რაოდენობამ და მახსოვს კარგად რომ 61000-მდე ავიდა საქართველოს ჩემპიონატის თამაშის ნახვა ნუ წარმოუდგენელი იყო და რატო როდესაც სამი დიდი ქალაქი ერთმანეთს ეომება, აი დარწმუნებული ვარ, აი 10 წლის განმავლობაში სტაბილური დაფინანსება მიეცა ტორპედოს, დინამოს და ბათუმის დინამოს, ხო? დარწმუნებული ვარ, რომ აი ეს რაც ჩვენ გვენატრება გულშემატკივრის კულტურა და რაღაცა ჩამოყალიბდება. ჩვენ არ ქონია მაგის არანაირი გამოცდილება. ეხლა გასაგებია რომ ომი იყო, პრობლემები იყო, ისიც გასაგებია რომ მსგავსი პრობლემები შეიძლება უცხოეთშიც არის, ხო? გასაგებია, ეხლა ყოველ ინგლისის პირველი კლუბი და ისტორიული კლუბი დღეს მესამე თუ მეოთხე ლიგაში არის, ხო? მაგრამ იქ რაღაცა ელემენტარულ დონეზე მაინც იყო დაფინანსება, მდგომარეობა, პირობები, ჩვენთან არ იყო ეს. მე ამაში ვარ დარწმუნებული, თუ ჩვენთან რამდენიმე ქალაქის, აი დიდი ქალაქების გუნდების დაპირისპირებაში პოულობს გულშემატკივარი ინტერესი. მე ესეც შთაბეჭდილება მრჩება რა. და პლუს აი უბნური მომენტი ერთადერთი გააკეთა ამერმა. ხო, რაც ჩვენთან სამწუხაროდ არ არის, გეთანხმები და აი აყვების სიამოვნებით ამ თემაში, ჩვენთან არის, თქვათ დინამო ტორპედოს ვეძახით ესეც ალბათ ძირითადად ჟურნალისტების დამსახურებაა რომ ქართული ელ კლასიკო და რაღაც ამ გამოთქმებს ვიგონებთ რა და მართლაც არის ნუ ვიჭაჭებით რომ რაღაცა გავაფიარებიც იქიდან რაღაც ავის მაქსიმუმს აკეთებენ და ნუ რეალურად არის ხო ეს დინამო ტორპედოს დაპირისპირება ელ კლასიკოა თუ რაღაცა საინტერესო ის არის დაპირისპირება ნამდვილად ხო მაგრამ აბსოლუტურად არა გვაქვს ორი უბნის გუნდს შორის დაპირისპირება აბსოლუტურად და თბილისში კი არა ნუ ხო გასაგებია თბილისი ყველაზე დიდი ქალაქია საქართველოში და თბილისში უნდა იყოს ის კი არა ერთი ორი წყვილიც უნდა იყოს რა ერთმანეთს გადაკიდებული კარგი გაგებით ვამბობ ეხლა მუშტიკრივს და ჩხუბს და თავში ბოთლების შარტყმას არ ვლაპარაკობ ქუთაისიც კი იმხელა ქალაქია ქუთაისში უნდა იყოს ერთი ორი გუნდი მაინც რომელიც ეს მაქრო კაი იქნებოდა არა ოპოზიციის და პოზიციის გუნდები როგორ ეს მშვენიერი იქნებოდა აი ეგ მოიყვანდა მაგი მოიყვანდა და იქ იქნებოდაო ვი დარწმუნებული ვარ თან მე ამერმა ბოდიში იმას დავამატებ რომ ამერმა პრეცედენტი შექმნა რისი მე მახსოვს კარგად ის 3 წელი ჩავარდნილი იყო აი საკლუბო ფეხბურთი გარეთ უცხოეთში ვაგე პირველი ეტაპზე მაშინაც აი რაღაც 1-2 წელი ვარდებოდით რა ძალიან ცუდი პერიოდი გქონდა და ამერმა შექმნა პრეცედენტი რომ ეომა ბერლინის ჰერტას ბუნდესლიგის გუნდს რომ მოუგო და ბერლინის ჰერტას იქამდე ბერლინის ჰერტას და მაგით შექმნა პრეცედენტი და მაგან ცოტა წამოახედა და მახსოვს მაშინ აი მართლა კარგი ჩემპიონატი იყო ეხლა რატო ვიხსენებ 6 მახსოვს სეზონი 2006 იყო ან 2007 6 თუ 7 გუნდი იბრძოდა ჩემპიონობისთვის ჩამოვთვლი კიდეც აგერ ამერი ზესტაფონი დინამო ვიტ ჯორჯია
ოლიმპი, რუსთავი, ბათუმის დინამო იყო ერთი პერიოდი. ან ბათუმი იყო ხოლმე ხან ბორჯომი. ბორჯომსაც, აი ბორჯომიც ერთი პერიოდი პირველ ადგილზე მიდიოდა. აი მაშინ დონეც შედარებით კარგი იყო რა. შედარებით მე ახლა არ ვამბობ იმას და იქ არ უჭირდა მაგალითად მწვრთნელს. მაგრამ დონე რომ კარგი იყო, მე იცი რა მახსოვს. აი ის არა მოვა ერთ-ერთი საუკეთესო თამაში და წარმოუდგენელი. ბოლქვაძე რას აკეთებდა გერმანიის ბუნდესლიგის ჰერტასთან. ბურთი რო ვერ აართვეს. აი რა კარგად თამაში, კი 2-2 დავამთავრეთ, მაგრამ ხა ის გერმანიის ბუნდესლიგის გუნდია და მე-6 ადგილზე იყო კი არა და რაღაც ერთ ლიდერთა ჯგუფში იყო რა. ახალი დაწყებული იყო ჩემპიონატი, 4 ტური იყო თუ რაღაცა პირველ ადგილზე. თუ პირველ ადგილზე და იყო. ჩვენ ამ დროს ახლა რომელი ბუნდესლიგის, მეორე ბუნდესლიგის კი არა, მესამე ბუნდესლიგის გუნდებთან აი გაგვიჭირდება ახლა ხო დაპირისპირება და ფიქრობ აი ესეთი უცებ ვარდნა პრინციპში რაღა უცებ მთელი 20 წელია უცებ არ იყო ესა ნელ-ნელა წამოვიდა უკან და აი მივიღეთ ძალიან ცუდი სურათები. იცი რა გვინდა ჩვენ ხანდახან მეუნებიან ხოლმე როდესაც საპირისპირო აზრს შევხვდები ხოლმე წავაწყდები მეუნებიან რომ რა გინდა აი შეხედე თქვა სწრაფი კომბინაცია აი ვიღაცამ ჩქარა შეუტია ყამაზი გოლი გაუტანა ყველაზე მეტად ჩვენ რაც გვაკლია თამაშის ინტენსივობა. ეხლა კი ვიღაცა სწრაფად გაირბეს იქ კადრში როგორ არ არის და შეიძლება თამაშის განმავლობაში რამდენიმე ეპიზოდი იყოს რომ ფეხბურთელი ჩქარა გაიქცა მეუწინააღმდეგე გუნდის მცველი ჩქარა გამოეკიდა მაგრამ აი ის რომ ორი გუნდი 11-11-ზე ინტენსიურად აქით წავიდა იქით წამოვიდა აქით წავიდა იქით აი ეს არ არის. მე სხვათა შორის აი პირველად ეს დიდი სხვაობა რო შეიქმნა, იცი როდის ვიგრძენი დინამომ რო აქ წააგო ტოტენჰემთან პირველი 15 წუთი ვითამაშეთ და მაშინ დამთავრდა თამაში. ანუ ჩვენი ფეხბურთი პირველი 15 წუთი არის რა. ეს ინტენსივობა, ხო და ამ დროს ლაპარაკობთ კვარაზე, რომელიც 97 წუთზე მორბის და პატკაც საკეთებს თავის იმაზე, ხო, საჯარიმოსთან. ხო, არა, მკვეთრად ის გავხდით რა, აი რაღაცნაირად მე ესეც არ მომწონს ნიჰილიზმი რა, არ მომწონს, იმიტომ რომ აი მაქსიმალურად ვცდილობ რომ მაინც რაღაცა კარგი გამოვიყვანო ამ საქართველოს ჩემპიონატიდან, ისე არა რომ აი რაღაც ისა, მაგრამ ფაქტია ნეტავა აი გულშემატკივარმაც იაროს და ნეტავა რაღაცა გამოფხიზლდეს. აი ყოველ ჩემპიონატს ველოდები ხოლმე ესე. აი ხა გავიდა 7 ტური, ისევ 0-0-ები, რა ვიცი ხა კი რაღაც გარკვეულწილად რაღაც გოლები გადის, მაგრამ ლამაზი გოლებიც, მაგრამ ჯამში ეს ვერ ქმნის რაღაც ისეთ სულს. აი ჩვენთან რაღაც სამწუხაროდ შიდა საფეხბურთო მეურნეობა ისე ვერ დაიქოქა, როგორც საჭირო არის რა და ამას ეხლა რაც არ უნდა მოწოდებებით გამოვიდე და რაღაც პარტიული ხაზი არა აზრი არა ეხლა მოწოდების სასაცილოები გამოვწდებით ეხლა ჩვენ რო რაღაც ისინი ჩვენზე არანაკლებად კი არა ჩვენზე და აუცილებლად გვისაყედურებენ რომ არ ლაპარაკობთ და არ ვარჩევთ ბავშვთა ფეხბურთის საქმეს რომ ახლა ყველამზე პირადი ის მამაუჩენოსავით ეს წინადადება რომ ყველაფერი იწყება ბავშვთა ფეხბურთიდან მაგრამ ბავშვთა ფეხბურთი რითი იწყება ხო აი წეგან სწორედ მაგ თემას შევეხე და ჩემი აზრით ბავშვთა ფეხბურთი რაც არ ყველა რეგიონში რომ განავითარო თუ ისეთ უფერულ ფეხბურთელებს გავზრდით როგორებიც რაღაც გარკვეულ სისტემაში არიან მოქცეულები დღეს არა მარტო ჩვენთან არამედ მთელ მსოფლიოში და იტალია ამის ერთ-ერთი მაგალითია ბავშვთა ფეხბურთი არაფერს არ გვიშველის თავარი არის იმ ბავშვთა ფეხბურთს რასულ შტაბერავს ხო აი ეს სისტემა და ჩემთვის ეს არის აი ეს შრომაც და ფანტაზიაც. მაინც იქ ერთ-ეგივეზე ვტრიალებთ, ხო? ამ იგივე ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ხო? არ ვიცი, ზოგჯერ ისეთი ლეგიონერებს ვაწყდები, რომ ჩემთვის გაუგებარი არის, საერთოდ რა დანიშნულება აქვს ამ ლეგიონერს? არაფერი დანიშნულება. გარდა იმისა, რომ ქართველის ადგილს იკავებს. ხო, ამ ქართველსაც ჭირდება დაინახოს, რომელიც უფრო მეტად რო გარბის მასზე ფეხბურთელი. აქ არ ვიცი, რაღაც აი ახალგაზრდულ ნაკრებსაც შეეთხო რა. მე შეიძლება არასწორად ვფიქრობ, მაგრამ პირველი და მეორე თაობის შემდეგ ზაურ სვანაძის, რამაზ სვანაძის ახალგაზრდულ ნაკრებში უკვე შედარებით სუსტი თაობა ჩანს, ან
შეიძლება ეს მომენტია რომ სვანაძემ წინა თაობებთან უფრო დიდხანს იმუშავა და უფრო კარგად გაძარცვა თავის ფილოსოფია, მაგრამ მეორეც არის ახლა იმ თაობებში ისეთი ფეხბურთელები იყვნენ სამწუხარო და ამ თაობაში არ არის. ახლა სულ პელეს და კვარაცხელიას ვერ გაზარდი. რა თქმა უნდა. ხო, რაღაც თაობებში ჩავარდნა იქნება და თაობებში იქნება წინსვლა. მაგრამ საერთო ტენდენცია საით მიდის მე არ მინდა შევცდე, მაგრამ ახალგაზრდულიდან ეგეც დავეცდა. კი ბატონო, არის მე აი დაახლოებით მაინც გააქვს წარმოდგენა რა უნდა ეშველოს ბავშვთა ფეხბურთს. ეხლა ვიცი აუცილებლად თქვა კომენტარებში ან ისე ზეპირად გვისაყვედურებენ რომ აი ბავშვთა ფეხბურთზე არ ლაპარაკობთ, როგორ არ ლაპარაკობთ, მაგრამ მე მაგალითად ეხლა ვერანაირ რეცეპტს მე პირადად მე ილია ბაბუნაშვილი ვერ ჩამოვწერ რომ ბავშვთა ფეხბურთს უნდა ერთი ვიცი რომ თუ კი არის ბავშვთა ფეხბურთში კორუფცია ის უნდა მორჩეს დამთავრდეს. მე მგონია მაინც ერთ-ერთი მთავარი ილო დამეთანხმები რა მაგაში რაც შეიძლება მეტი უნდა იყოს საფეხბურთო ცენტრი რაიონებში, იმიტომ რომ ორივე ბავშვის გუნდელები მახსოვს რაიონიდან ჩამოსული ბავშვები ტალანტები, მაგრამ მარტო აქ შობლის გარეშე დარჩენილები მე მგონია რომ მარტო ის არ არის აი მომზადების თემა რა მარტო რო რჩებიან ახლა ბავშვი როა და 11 და 12 წლის რო არის იმას უჭირს რა თავის ცხოვრება მართლა ისე წარმართოს როგორც მას სჭირდება ხელს რომ შობლის ხელს რო არის მოკლებული იკარგება იქ ფეხბურთისთვის ნაკლებად იცლის ამ პრობლემები აქვს რაც უფრო მეტი პრობლემა არის ხო ეხლა ბავშვი რო იმაზე ფიქრობს რა ჭამოს და რა ელემენტარულ რაღაცებზე მაგრად მივდივარ აი ამ იმაში რა ხო და რაიონებში ძალიან აი ქუთაისში ეხლა ხან დაიწყეს საფეხბურთო სკოლის გაკეთება ხო როგორში ქუთაისი რო ავიღოთ 91 წლის 13 მაისის დინამო ხო 5 კაცი იყო ქუთაისის ტორპედოდან ძირითად შემადგენლობაში და თბილისელი ამდენი იყო 2 იყო მე არ ვამბობ რომ მე ვინც ითამაშა ხო კაკილაშვილი ძირითადში იყო 2 არა ჩივაძე იყო გუცაევი ყიფიანი ნუ კაი გუცაევი კაი კი ბატონო 3 კი ბატონო და 3 მახსენდება რა ხო ხო და სულ ამას კაკილაშვილი სულ ამას ამბობდნენ კიდევ არა მე ძირითადში ვამბობ 11 კაცში 11 კაცში ვამბობ რა უფროსი თაობისგან ხიზა ჩვენ ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო მდიდარი ნუ რა თქმა უნდა აფხაზეთია სამჩაბლო დაგაკლდა ძალიან ბევრი რაღაცა დაგაკლდა და პლუს დაგაკლდა ის ქუთაისში ეხლა ევროპის ჩემპიონატზე რო გავედით რეალურად ეხლა არც მამარდაშვილი არ არის ქუთაისელი, იმიტომ რომ თბილისში გაიზარდა, არც ზივზივაძე არ არის ქუთაისელი იმ კუთხით რომ თბილისში გაიზარდა. ერთი აი იშვიათი გამონაკლისი იყო კიტეიშვილი რუსთავში რო გაიზარდა. თორე რაიონებიდან მომარაგებული ქართული ფეხბურთი ბოლო წლებში სამწუხაროდ აი არ იყო 2 იმიტომ რომ ძალიან დიდხანს ეს ტენდენცია არა მან სადაო არაფერი არ არის რაიონებში რაც მეტი ბავშვთა სკოლა იქნება მით უკეთესია ამოუწურავი თემაა ეგა და რაიონები მოდი ახლა აი შენ კარგად იცი და ვიცით რა ეს ყველაფერი რა როგორ ხდებოდა ელიტ ლიგის ჩემპიონატები რა ხდება რა აი ძალიან ხშირად გვესმის ესეთი საუბარი გააკეთეთ ბარემ თბილისის ნაკრები რა აი ახალგაზრდულ ნაკრებში რომ გამოიძახებენ ხოლმე 17 წლამდე ნაკრებში არიან ხო სულ დინამოს აკადემია საბურთალო აი როგორ არ გამოიძახოს როცა იმ რაიონის გუნდს უგებს 13-0-ს ეხლა მითხარით რა 13-0-ს როცა აგებს ისინი იქიდან გამოიძახოს არ არსებობს ხო მაგრამ აქ ვაწყდებით ეკონომიკურ პრობლემას ის ფეხბურთელი თავის რაიონში ვერ იზრდება, ჩამოჰყავს დინამოს, ან ჩამოჰყავს იბერიას, ჩამოჰყავს ლოკომოტივს. ეს 3 კლუბია რა, მაინც განსაკუთრებული ისა. ან ჯეფ აკადემია, ფედერაციის აკადემია, ეხა მე-4. 25 სკოლა. ეხლა წამოვიდა ის თორე აი 10 წლის წინ სუსტი იყო 25 სკოლა. და როგორ მთავრდებოდა იცი ილია ანგარიშები? აი ელიტ ლიგა ხო არის? გარდატეხის ასაკი როდის არის? 12, 13, 14, 15 წლისები ხო? ეს 3 გუნდი შეგეძლო საერთოდ არ შეგეხვედრებინა ამ 3 გუნდში წდებოდა ანუ წელიწადში ბავშვს ქონდა 4 მაგარი თამაში. ნუ შე დამთავრდა. 4 დანარჩენი მთავრდებოდა 11-0 12-0 იქ მსაჯი ზოგზე ადრე ამთავრებდა რაღაცა უკვე სირცხვილიც ხდებოდა ხოლმე რა ხო და იცით რა ამ რაიონებშიც უნდა აი ამ საქართველოს ნაკრების გასვლა ამ ხვიჩა კვარაცხელიას ამოწყინებამ ამ რაიონშიც უნდა მოახედოს ხალხი ფეხბურთისკენ რომ აი ნახე მე შეიძლება ერთი ფეხბურთელი გავარტყა ასეთი და უკვე აშენებული ვარ რა
გააკეთე რა შენი ის გააკეთე შენ ეხლა კარგია რომ რაღაც ტენდენციები დაიწყო იქ გონიო და ესეთი რაღაცები ხო ესმის სერვალი გააკეთა კარგი ქუთაისში გუნდმა და მაგუნძე აუცილებლად ღირს ყურადღების მიქცევა სერვალის აკადემია არის რაღაც ეგეთი მაგრამ ცოტა ჯერჯერობით მაინც ცოტა ხალხაშორის ბათუმში დაიწყო ძალიან მაგარი აკადემიების გაკეთება და ეს ამბოლო დროს შევნიშნე რომ რაღაცები ისეთი გუნდები თქვა ბათუმის სპორტუსი და ვესტ ჯორჯია და რაღაც აი თვითონ მაინც ხვისი დაფინანსების გარეშე მაინც ჩვენ დიდ ქალაქებს თბილისს ქუთაისს ბათუმს ვასახელებთ და არის რაიონული ცენტრები იცი როგორი პრობლემებია ერთმანეთთან გადაჯაჭვული მე რა დასავლეთ საქართველოში ხა შენ ჩემზე კარგად იცი სოფლები არის აი ერთი მოსახლე როა თავში მეორე არის სოფლის ბოლოში და შუაში რო სახლებია ის ხალხი საერთოდ ცხოვრობს იქ წამოსულია ზოგი თბილისში ზოგი იმაში ხო აი მაშინ რეგიონული ცენტრები აი მე მესმის რომ აი თქვა ბოლნისი არ არის პატარა ქალაქი ხო მაგრამ ეხლა ერთასაკობრივ გუნდში უჭერთ რუსთავ შეიძლება არ გაუჭირდეთ იმდენად მაგრამ აქ უჭერთ რა ერთი ასაკის გუნდის შეკრა ამიტომ ამატებენ ხო რუსთავში ყოველთვის ცდილობენ რომ პატარა ბავშვები დაამატონ და აი მასე გამოჩნდა სიგუა და ფიქრიშვილი აი ეს ბავშვები რა მე თბილისში რო გადმოიყვანეს აი დიდი ასაკის გუნდებს ემატებოდნენ რა და ნიჭიერი ბავშვები გამოჩნდნენ რუსთავი ხო ანუ დიდ ქალაქებში ეს პრობლემა რაოდენობის მოგვარებულია და რეგიონებში სხვა მხრივ მოგვარება შესაძლებელი არის ჩემი გაგებით სწორედ აი რეგიონული გუნდების შექმნით. აი რაღაც მოსამზადებელი ცენტრები ან რაღაცა, იმიტომ რომ იქ ერთ სოფელს არასდროს არ იქნება სოფელს კი არა, ბევრ დიდ ქალაქს არ აქვს იმის რესურსი, რომ გუნდი შეინახოს და რეგიონის გუნდები რო გაკეთდეს, ჩემი აზრით, ბევრად უფრო შესაძლებელი, უფრო მეტად არის შესაძლებელი ამ რესურსის ათვისება და არ დაკარგვა რა. ჩვენთვის ხომ თავარი არის არ დაკარგვა, თორე დაკარგული ფეხბურთელების ნაკრები რო შევადგინოთ, დღევანდელ ნაკრებსაც აჯობებს. ხო, ალბათ. მაგას დარწმუნებული. ხო, კაი ნათქვამია, ხო, კაი ნათქვამია. და ესეც არის რა, ეხლა ამ დროს ეხლა ვიღაც კონტრარგუმენტს რაც გვეტყვის, იცი? აბა ხვიჩა კვარაცხელია როგორ გაიზარდა. 10 ხვიჩა კვარაცხელია გაიზრდებოდა. აი შეიძლება ხვიჩა არა თუ არ გაიზრდებოდა ხვიჩა კვარაცხელია მაინც გაიზრდებოდა და მეორეც ერთი მოდი რა ხვიჩა კვარაცხელიას თავი დავანებოთ რა ეს პირადად ღმერთმა იზრონა რომ ხვიჩა კვარაცხელია ყოფილიყო ხვიჩა კვარაცხელია და ეხლა ნუ კაი მწვდელი ყავდა რა ნახევარ კაი მფარველი ყავდა მამაზე ნახევარ ხვიჩას არ ვინატრებთ ნახევარ რამდენი ესეთი დაიკარგა რამდენმა სულ იმას არ ვლაპარაკობთ ილია რომ საქართველოს ნაკრების პრობლემა არის დიდი რაოდენობით სანაკრებო დონის ფეხბურთელების დეფიციტი. ჩვენ უნდა ყავდეს ესეთი 36-40 ფეხბურთელი, რომელთაგან აირჩევა ის 16. ცენტრალურ მცველებში შეიქმნა პრობლემა, ხო? აი რეალურად რო ვთქვათ, მე მესმის იმ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება იყვნენ უკმაყოფილო შედეგებით, მაგრამ მე არ მესმის ახლა სანიოლი საქართველოს ხო არა ჩუქებს ღმერთივით ფეხბურთელებს, ხო? რეალურად არის შექმნილი პრობლემა. გველესიანი, კვირკველია, კაშია. წასულები არიან დვალს რაღაც პერიოდი რაღაც უთამაშებლობა ქონდა უთამაშებლობის შემდეგ იმ ფორმაში ვერ იყო ანუ და ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიასთან განაცხადში მყოფი 23 კაციდან 14 კაცი დღეს უკვე ნაკრებში აღარ არის საიდან უნდა შევქნათ აი ეს მასა ხო საიდან უნდა მოვიყვანოთ არიან საინტერესო მცველები მაგრამ საინტერესოსა და სანაკრებო დონის მცველებში უკვე დაგვინებულ ხო რასაც ამ ხო აი სანდრო ნარიმანძე ძალიან მომწონს აი ძალიან ჭკვიანი თან მაღალი თან მემარცხენე ცენტრალური მცველი ძალიან მომწონს რა აი ბერიაშვილიც შეიძლება გასაგები კაშია ვერ შეცვალოს ლიდერი და კაცი რომელიც აორგანიზებს გუნდს მაგრამ სწრაფი არის რა და მაღალ პრესინგში აი დააგვირდით სომხეთის ნაკრებთან ჩვენ რამ გვიშველა მაღალი პრესინგი შექმნა საბა გოგლიჩიძემ ხო იმიტომ რომ რომელიც ძალიან სწრაფი არა მაგრამ სწრაფად მოძრაობდა მაღალი პრესინგი შექმნა პირველად მოვახრეხეთ დიდი ხნის განმავლობაში რა ჩვენ ხო აი ეს ფუფუნება არ გვაქვს მაღალი პრესინგი ну სამწუხაროდ აქტიურად არ ვთამაშობ ну ხო იმიტომ რომ მცველები არ ყავს და აი მოდელირება რო გავაკეთოთ თქვა 5 წლის შემდგომი ნაკრების ხო იქ სადაც ანუ უახლოესი 2 წლის ნაკრების ასე ვთქვა
ნარიმანიძე საკმაოდ სწრაფი მაღალი, თავით კარგად თამაშობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იქ მარჯვენა ფლანგზე აი ხვადაგიანი სამწუხაროდ ტრაუმირებულია, თორე ევროპის ჩემპიონატზე მაგან აჩვენა, რომ ეს აი სამწუხაროდ მაგ ევროპის ჩემპიონატიდან 2023-ში რო ჩატარდა 3 წლის წინ ისე ვერ დაწინაურდნენ ბიჭები, როგორც უნდა დაწინაურებული იყვნენ. აი ისე ვერ წამოვიდნენ ის ნაკადი, აქ კი შეასკდნენ, ანუ გრანდები ჩატოვეს ჯგუფში. მაგრამ აი თვითონ ფეხბურთელები იმდენად აი მაგალითად ზოგიერთს ახლა მეტის იმედი გქონდა, მე რა თქმა უნდა. ის გელაშვილი ხვადაგიანი აი კალანდაძე, აი გაგნიძე უთამაშე, კალანდაძე აქ არის, მაგრამ გაგნიძე უთამაშებელია, იქ ლომინაძე სამწუხაროდ, რა ვიცი, რაღაც პერიოდი აჩერდა. როგორ ველოდები, რო ათამაშე. ერთი მომეწონა ძალიან საინტერესო იდეა თქვა სიქსე იყო გადაცემა ვიცი ხა რასაც იტყვი გინა ცენტრალურმცველის გადაკეთება კაი აღარ ვიცი რაო ნუ მოკლედ რა ერთ საინტერესო იდეა წამოაყენე როგორც თავის დროზე ახალკაცმაო რა ხო არ უნდა ცადოთო თქვა ლომინაძე ცენტრალურმცველად დავაყენო ხო მაღალი თავით თამაშობს რაც თავა მაგრამ მაგ ბიჭი მენანება სიმართლე გითხრათ იმიტომ რომ ბურთს იმდენად ჩვენი ნაკრების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კიდე მე რასაც ვუყურებ ბურთის დამჭერებია რო ყავს სამწუხაროდ შეტევაში ძალიან ბევრი რა ანუ უпроსოდ ნახევარდაცვაში ცოტა აი ცოტა ზოგადად ვამბობ რა ბურთის დაჭერა მიქაუტაძე კაია გაქცევა რაღაც მაგრამ ბურთის დაჭერა უჭირს იქ ნახევარმცველებში ცოტა ჭირს ბურთის გაჩერება და ლომინაძემ აი ევროპის ჩემპიონატზე რაც აჩვენა პორტუგალიასთან ყველაზე რთულ თამაში რომ ბურთს აჩერებდა არათუ აჩერებდა და ის სითავხედი აქვს საფეხბურთო სითავხედი არის შეთვის აი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიცია, იმიტომ რომ სულ მაგ აი ხშირად არის ხოლმე რა ჩვენთან საუბარი, რომ აი პირველ ნომრად ვერ ვთამაშობთ. არ არსებობს პირველ ნომრად ვერასოდეს ვერ ითამაშებ თუ არ ყავს აი შუაში მინიმუმ 2 ესე ძაღლივით რო იტყვიან ბოდიში ამ სიტყვაზე, ესე ნახევარმცველი, რომელიც იქ იღლიტება, ყველაფერს აკეთებს, აწმინდავს ფეხბურთში, აი დაცვაც მაგრად იცის და შეტევაც. რა თქმა უნდა. და ამ ესეთი მინიმუმ 2 კაცი თუ არა ყავს, ახლა არ ვიცი, იქ რა გადავხედოთ ილია ჩემპიონთა ლიგას თანამედროვე აი ეს მაღალი დონის ფეხბურთი არის გადათელვაზე, ნახევარ დაცვაში გადათელვაზე. ჩემი ნახევარდამცველები დაიჭერენ ბურთს და წაართმე ამოცანა რა არის 2 რაც შეიძლება მალე წაართვა მოწინააღმდეგეს ბურთი და აკონტროლოს შენ. ჩვენ ნაკრები როგორ გაძლიერდა, როცა გამოჩნდა აი ესეთი სტილის 2 სტილის ფეხბურთელიდან ერთ ადამიანში რომ ვნახეთ რა. ჩვენ კარგი ყავს შემტევები, ვიღაცა კარგი იყო, კანკავა ძალიან კაი იყო, ართმევაში, მაგრამ ქოჩორაშვილი ორივე საერთიანობდა. სამწუხაროა რომ ის ფორმაში არა. ჩვენი ნაკრების ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ნუ რაღაც ფორმაში ვერ იყო რა. აი მაშინ ქოჩორაშვილი პაზლის იმაზე რო თქვენ PSG-ზე რა კვარაცხელიაზე უფროსო რომ PSG-ს რო აკალდაო ის ელემენტი მოძებნავ აი ჩვენ რო გვაკალდა ის ელემენტი ქოჩორაშვილში იმ 2024-ში რომელიც ჩვენ ასე კარგად გვახსოვს ქოჩორაშვილმა რომელიც ვიმეორებ არ არის თქვა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი ნამდვილად მაგრამ ჩვენთვის ამ ბიჭმა მაშინ აი მართლა მაგ ფაზლის ნაკლული ელემენტის როლი შეასრულა. კარგახანი მაგ პოზიციაზე თამაშობდნენ გვახსოვს კვეკვესკირი და აბურჯანია, რომლებმაც ახლა ორივე ბურთი ძალიან მშვენივრად იცოდა, მაგრამ იყვნენ შედარებით ინტენსივობაში მოიკოჭლებდნენ ენერგიული შედარებით. მერე სანიოლმა მართლა გარისკა და კიტეიშვილი ჩამოიყვანა და მაგისთვის მართლა პლუსი ჩამოსწია 6 ნომერზე რისკი იყო ეგა შეიძლება და საერთოდ არ გაემართლებინა და ნუ რაღაც პერიოდში გამართლა და ჩამოსწია ზუსტად იმ 6 ნომერზე და ამან აი ქოჩორაშვილი ხო მთავარი მოქმედი პირი მაინც მაგ ამბავში შემაკავშირებელი იყო ქოჩორაშვილი მე იქ ჩაკვეტაძის გამოჯამრთელება სამეული ხო ეხლა მე ჩაკვეტაძისგან მართლა ვერ მოვლოდი 8 ნომერზე თუ ეგრე მაგრა ითამაშებდა რა ხო და ამ სამეულმა შეკრა. ეხლა რა მოხდა? ჩაკვეტაძემ ტრაუმა მიიღო, ქოჩორაშვილი უთამაშებელი, კიტეიშვილი გადარჩა. რა კიტეიშვილსაც ხშირად ტრაუმა ჰქონდა და რეალურად ამ სამი ფეხბურთელის ის შესაბამისი ანუ უკვე მზად რომ არის. სულელი აი ესეთ უკვე მზად რო იყოს, თორე მე არ ვამბობ რომ ნიჭით შეიძლება აჯობონ კიდეც, მაგრამ ეხლა მე ვამბობ, ეხლა დღეს ვერ შეცვალო არ არის რა ესე. რა სამწუხაროა რომ ლუკა გაგნიძე
წავიდა ევროპაში და იქაც სამწუხაროდ ისე არ ჩანს. ნიკა გაგნიძეს აქვს პრაქტიკა ძალიან გორელი ნიკაა, ხო? გორელი ნიკა. და ნიკას აქვს ძალიან კაი პრაქტიკა, მაგრამ ჯერ ნაკრებთან ისე შეგუებული არ არის. აი ეს ლომინაძე სამწუხაროდ სათამაშო პრაქტიკა აკლდა, თორე დარწმუნებული. ეგ ნიკა მომწონს რაღაცა ისეთ ეპიზოდებში, ისეთი კარგია ნიკა გაგნიძე. ძალიან შრომის ხო რა, აი მაგას აქვს რაღაც ქოჩორაშვილის მსგავსი მომენტები. აი მე მაგ ბიჭის დიაპაზონიც თითქმის იგივეა. მე მომწონს რა მაგ ბიჭში, აი ეს პოტენციალი აქვს აშკარად რა და მგონია რომ შეუძლია ნაკრებს საკეულ ეპიზოდები მე გაიხსენე გინდა გოლი ბულგარეთთან, გინდა პასი მიქაუტაძეს ახლა ლიტვასთან. ანუ შედეგიან მომენტებში ჩანს. ხო, ისეთი რაღაც კარგი ისენი აქვს ეპიზოდები. აი მექვაბიშვილი, არ ვიცი ხა მექვაბიშვილი ამ ბოლო პერიოდში კაი პრაქტიკა მიიღო უნივერსიტეტიაში და რაც უფრო კარგად, რაც უფრო მეც ითამაშებს, რა თქმა უნდა ნაკრებისთვის კარგი და სასარგებლო იქნება, მაგრამ ჩვენ გვჭირდება აი რაღაც ესეთი ბიძგის მიმცემი მოთამაშე, როგორიც აი ქოჩორაშვილი იყო თავის დროზე რა და დაცვა, რაც თავი. არა, გასული გამოვიდეს ისე ის ქოჩორაშვილია. გადავიდეს ისეთ გუნდში, სადაც კი არ დავემშვიდობეთ მას როგორც ვეტერანს. არა, რა თქმა უნდა, პირიქით მშვენიერ ასაკშია და ეხლა უნდა აჩვენოს საუკეთესო ფეხბურთი. მაგრამ ჩვენ აი სამწუხაროდ რა არის, რომ არასდროს არ ყავდა დაბალანსებული ნაკრები და დაბალანსების ერთადერთი ძალიან იშვიათი პატარა პერიოდი სწორედ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ გასვლას დაემთხვა. კარი დაცვა, ნახევარდაცვა, თავდასხმა. ეხლა სამწუხაროდ არის აბსოლუტურად დაუბალანსებელი გუნდი რა. აი წინა გადაცემაშიც ვამბობდი, წინა კი მე რო ვიყავი იმ გადაცემაში ბოლოს ვამბობდი, რომ თუ გახსოვს მე 2023 წლის ბოლოს ჩვენ პრესაში ხშირად იწერებოდა, რომ საქართველოს ნაკრებს აქვს პრობლემა ნახევარ-დაცვაში. ეს ის პერიოდია, როდესაც აი ქოჩორაშვილი აი ერთი თამაში აქ ნათამაშები შემოყავს სანიოლს და ჯერ კიდე არა აქ. წერარო თქვი კვეკესკირი აბურჯანია. ხო, კვეკესკირი აბურჯანი მაგ პერიოდში. და უცებ 2024 რო დაიწყო და ეს ის თამაშები იმასთან, რა ქვია, საბერძნეთთან და საბერძნეთის წინ ლუქსემბურგთან, ხო. იქ უცებ ეს ქოჩორაშვილი მართლა ლამაზად თქვი ფაზლის გამოკლებული ნაწილივით რომ ჩაჯდა საქართველოს ნაკრებში და აი მაგან ძალიან დიდი როლი ითამაშა. ის ევროპის ჩემპიონატიც მე აი მაგ ტალღაზე ესე კარგად გავიარეთ რა მშვენივრად რა. და აი სამწუხაროდ აი იმ პაზლს მე აი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა გამოაკლდა და ეს ძირითადად დაცვა არის. ანუ ჩვენ ეხლა ძირითადად გვიწევს როგორი თამაში ხო შეუთამაშებელი არის დაცვა ბუნებრივია, იმიტომ რომ ამდენი მოთამაშის წასვლის შემდეგ იქ ლოჩოშვილს დვალს, ციტაიშვილი იქნება თუ აზაროვი, კაკაბაძე არ ყავს კიდე. კაკაბაძე არ ყავდა ტრამვის გამო. და ძალიან დიდი ძალა დაგვაგდა. სამწუხაროდ გოჩოლეიშვილს არ აქვს ისეთი სათამაშო პრაქტიკა, რომ თავდაჯერებული იყოს და ეს აშკარად ეთყობა. და აი ეს მომენტები გუნდის თამაშზე აისახება რა. სამწუხაროდ აისახება. და ჩვენ გვჭირდება მე თუ გითხავ, ეხლა ყველაზე ალბათ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ღირდა ამ პრობლემის მოგვარებაზე ფიქრი, იმიტომ რომ გინდა არ გინდა მაინც აქამდე მივდიოდით რა. თიც რა არის, აი ფეხბურთი იმდენად დინამიკურია თან მით უმეტეს აი ეს ბოლო წლებში, რომ უცებ შეიძლება ვინმე გამოჩნდეს წყალს. გადავასხავთ, აი ქოჩორაშვილსაც ახლა ბევრი მახსოვს ამას რა უნდა შემოადგენლობაში, რომ ზოგჯერ ამოვდნენ ხოლმე, მაგრამ აგერ ახლა გამოჩნდა უცებ გამოჩნდა, მაგრამ ეს ხოთაშვილის მახსოვს პირველ შენ ვიცი, შენ რო დავწერე ქოჩორაშვილზე, იქ კომენტარები წავიდა, აუ ეს ვიღაცა შინაურია და რაღაცა. ეგ იციან ხოლმე, ხო? მე ავიწყდებათ. მე აღარ ახსოვს შენ რო გიწერდნენ რომ შინაურია და იმიტომ შეაქეო. ეგ კი არა მიქაუტაძეზე რა, ეხლა თავს კი არ ვიქებ. ჩემმა ახლობელმა, ჩემი შვილის მეგობარმა მომწერა. მე იმაში მეცის განაცხადში შედიო ნახეო რა, ვიღაც ქართული გვარის ბიჭიაო და მე რა ვიფიქრე, იცი ეთყობა ამის ვიღაცა, მეთქი თავიდან და მაგრამ შევედი და მაინტერესა და იქ რო ჩავხედე ეხლა მიქაუტას გავხსენი, დავგუგლე საფრანგეთის ისინი ერთ თამაში 9 გოლი სამპრიესტში სანამ ლიონში მოხდებოდა, მეთქი ვიღაც ვინ არის ესა და რაღაცა და
ინტერვიუზე გავედი რა, როგორც იქნა და იმაში დამთანხმდა რა, წერილობით ინტერვიუში. ხო და მაშინ ინტერვიუ გავაკეთე და მახსოვს ახლა ზუსტად მახსოვს პირველივე კომენტარი იყო აი ესეთი რა, აი შენი ნათესავია ადმინ? ბიჭო რა ნათესავია, ფეხბურთელზე წერთ, ახლა სირცხვილია ხო? ყავს დასაკარგი ნაცვლად იმისა რომ დამოკიდებულება ყოფილიყო ვიღაცა ახალი ბიჭი გამოჩნდა რა კარგია ამის მაგალითად სხვათა შორის ისე სიმართლე გითხრა მასეთ რაღაცას არა მეც აღარ ვაქცევ იმიტომ რომ თავარ ისა შენ ხო იცი რა როგორ ფიქრობ რატო გააკეთე და არა ნორმალურ სიტუაციაში ხო დამოკიდებულება უნდა იყოს ესეთ რომ რა კარგია ახალი ბიჭი გამოჩნდა არა შენი ნათესავია იმიტომ შენ შედო შენა ასე ვიყვარს ერთმანეთი ერთხელ ის სიდურვა რა ქვია ვიღაცა შეაქებ დოლარები ჩაგიჭხრიალეს და ხო კარგი ეს თემა გავიარეთ იმიტომ რომ ძალიან ფართო თემაა და მე რაფს მინდა ვკითხო მოახლოებული ორი ამხანაგური თამაშის შესახებ საქართველოს ნაკრების მოახლოებულ ორ ამხანაგურ თამაშზე ვლაპარაკობ რამდენად მნიშვნელოვანია ეს ორი თამაში რუმინეთთან და ბაჰრეინთან შენი აზრით ისი რა ქვია ერთა ლიგის სექტემბრის მატჩების მე დარწმუნებული ვარ რომ ამ თამაშებში შეიძლება ყველა ფეხბურთელი არც ათამაშოს, იმიტომ რომ სანეული ძალიან ფრთხილია და ყოველთვის ცდილობს მოერგოს შემდეგი თამაშის სქემას და მოდელირება გააკეთოს შემდეგი თამაშის მიხედვით. აქედან გამომდინარე დარწმუნებული ვარ რომ ის მოიწევს იმ ფეხბურთელებს რომლებსაც სექტემბერში ოქტომბერში დაეყრდნობა ერთა ლიგის პირველ 4 თამაში რა და აი ყველაზე საინტერესო სწორედ მაგი არის დაცვიდან ვის მოიწევს ვინც ნახა აი ხა მარტის თამაშებში ვინ გაუმართლა იმედები ისიც საინტერესო აი მოახერხებს თუ არა კაკაბაძე მანამდე ფორმაში შესვლას არა კაკაბაძე მე მგონი ამ გაზაფხულზე ვერ გამოვა და სექტემბრისთვის აი მამარდაშვილის მდგომარეობა როგორ იქნება, იმიტომ რომ იცი რა მამარდაშვილზე ახალგაზრდულის აი ამ შემადგენლობიდან ეხა ვინც ყავდა მარტში ვისელოდები. აი ხა ვინც ბოლოს ვინც ითამაშა. ნარიმანიძე მე ალბათ ნარიმანიძე და პლუს ნარიმანიძე მომწონს ყველაზე მეტად. სხვათა შორის ერთ თამაში მომწონა, მაგრამ მეორე თამაში ისე არ გამოჩნდა ცეცხლაძე. ფლანგზე დავინახე ძლივს რაღაც ცეცხლი მცველი. ცეცხლივით იყო. მართლა კარგი იყო, ხო? ლატვიასთან რო შემოვიდა, იმენა თამაში გააკეთა. აი ეს სიმართლე გითხრა, არა ესე გამორჩეულად მაინც ნარიმანიძეს რა. ეგოიანი რა თქმა უნდა ძალიან მაინტერესებს ძალიან საინტერესოა ძალიან საინტერესოა და კაი ბიჭე და იცი რა არის მაგბიც რაღაც გარკვეულწილად ის უნდა დაუფასდეს ჩვენ თავისი ქვეყნის მიმართ სიყვარული ხო სომხეთის ნაკრებს უბარსეუნება იმიტომ რომ თავის ქვეყნად მიაჩნია საქართველოს არა მე მგონი გამოიძახებს იმიტომ რომ ჯერ ერთი უკვე ახალგაზრდულსაც მე უბრალოდ აი როგორც ერთმა ქართველმა გულშემატკივარმა ამ სიყვარულისა და დაფასებისთვის მადლობაც უნდა უთხრა და გამიხარდა და ჯანსაღი ახმა აქ ამის გამიხარდება რომ მაგი ვნახოთ ჩვენ ნაკრებში რა მე მაგალითად ვიფიქრებდი სიგუაზე ისევ დაბრუნებაზე ნაკრებში ანუ მთავარ ნაკრებში სადაც აქამდეც აქვს ნათამაშები მაგრამ ბოლო თამაში იმდენად ლიდერად წარმოჩინდა იმდენად კარგი აი კაი გამახსენე რა ვის ნახავდი და აი ზუსტად ის ნახევარმცველი რატომაც გამომჩა ხო ძალიან კარგი იყო ოღონდ სიგუას აქვს ერთი პრობლემა რაც თვითონ შვეიცარიაშიც ვერ ამოხსნეს ის მწვნელი გაგიჟებული აი ბაზელში როცა იყო ეხლა ლოზანაშია გადასარევი ფეხბურთელიაო მაგრამ ტრამვებს რატო იღებს ვერ ხვდებიო რატო ხშირად არის ტრამვიანი გადააბავს 5 თამაშს მე იმტრევა მაგრამ როცა თამაშობს ისე მალე იღდგენს ფორმას რომ აგერ ეხა ფიორენტინას გადამწყვეტი გოლი გაუტანა ევროპა ლიგაში ეხა ფიორენტინასთან გოლი გაგაქვს ის ხო არ არის თვითონ ბაზელს 5-1 მოუგეს საუკეთესო იყო საიდანაც გამა ახალგაზრდულში აი რითი დაუმახსოვრდა გეტყვი ახლა რა მობილურობით და ბურს კი არ აყოვნებდა სუწინ მიქონდა აი ყველაზე მეტად რა ჩვენ ნაკრებში ჟრდება აი ლიტვასთანაც კი ლიტვასთანაც მოგებულ თამაშიც კი მაინც აი მობილური არისო ეს ნახევარდაცვა ბურთი მიქონ თამაშით კი არ მიქონდა და გადაცემებ ბურთიანად მიდიოდნენ და ამ ბიჭს ახასიათებს აი ეს კაითვისება რომ შეტევის მიმართულებას სulis სწრაფად დინამიურად იძლევა
გადაცემებს და თავით თამაშობს და ნუ აი რაღაცა მასაც აქვს რა ისეთი მე მაგრა გული მწყდება იმიტომ რომ ეგ 2005 წელს დაბადებულებში ბავშვობიდან მახსოვს არა ხუთიანია სიგვა ხუთიანია ხო და ნუ გამორჩეული იყო რა მართლა ერთ-ერთი საუკეთესო ბავშვი იყო რა აი ლორდ ფაინზე რო თქვით დაჩი ლორდ ხო აი ეგეც და პარკაძე პლუს და აი ეს ტრამვებმა მაგრა შეუშალა ხელი რა და ეხლა 17 წელს იყო დინამოში რო დააწინაურეს და თამაშობდა ეხლა იქ კარგად მაგრამ ნუ და მაშინაც გამოჩნდა რომ ამბიც პოტენციალი ქონდა და ეხლა მე რასაც უყურებდი ახალგაზრდულის თამაში რა ძირითადად ფეხბურთელებს უყურებ იმ კუთხით აი ესეთი თამაში ეროვნულში გამოგვადგება თუ არა და აი სიგვაში მაგი მომეწონა და ნარიმანიძეში რომ ნარიმანიძეს ბურთი აქვს შორიდან დარტყმა შეუძლია პასის გაკეთება შეუძლია პირველი შეტევის წამოწყება რაც თავარია აი ამ სიგვას კიდე პირველი შეტევის შემდეგ შეუძლია შეტევის კარგად განვითარება ანუ დინამიკა შეუძლია რა შემატოს რა ნაკრებს თუ რაღაც გარკვეულ გამოცდილებას მიიღებს და გუნდთანაც თუ იქნება შეთამაშებული თუ ადაპტირებული რა ხო აი ტიპიურ თანამედროვე გამართულ ფეხბურთს თამაშობს რა დიეგოც ყავს დიეგო ნუ ეს ისეთი თემაა რომელზედაც შეგვიძლია უსასრულოდ ვილაპარაკოთ და თან ხო ცით რეგიონის გამეორებასაც ალბათ არ დავზარდებით და მოკლედ შორს წავალთ ასე და მოდი ისე უფრო დასკვნისკენ რო წავიყვანოთ დასკვნითი ფაზისკენ ჩვენი დღევანდელი გადაცემა დაუბრუნდეთ ჩემპიონთა ლიგას ჩვენს ხვიჩას ახლა მალე იქნება ნახევარფინალური შეხვედრები პარი სენ-ჟერმენსა და ბაიერნ შორის და მე რა ბაბა შენი ახლა პროგნოზი უმადური საქმეა პროგნოზს არ გთხოვ მაგრამ შენი შეხედულება მაინტერესებს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მომენტი იქნება ხვიჩა თუ ოლისე და მე ის ოლისე ძალიან მომწონს ნუ ესეთ ფეხბურთელი ბოლო პერიოდში არ ვიცი ძალიან მაგრამ მომწონს რა არ დავმვალო მაგრამ ახლა ესეთ თამაში არის ხვიჩა უფრო მეტად მომწონს ხვიჩას გულშემატკივრობ და რა თქმა უნდა ხვიჩას წარმატებას ვისურვებ მაგრამ ისე აი ახლა დღეს გავიგერო თქვა ძალიან საიჭო არის ვიტინიას თამაში იქ ნევის პრობლემა აქვს რუისიც ეხლა დაბრუნდა პირველი თამაში იყო ანუ ჩემპიონთა ლიგის მომგების შემადგენლობის სამი ძირითადი ნახევარმცველი ზგარეშე თუ ან პრობლემური ნახევარმცველები თუ იქნებიან ესენი ბაიერნთან რომელიც ყველაზე დინამიურ ფეხბურთს თამაშობს და ყველაზე არ ვიცი სანახაობრივსაც ძალიან რთული თამაში ელოდება არც მინდა იმის ფიქრი რომ რაღაც ისეთი შეიძლება მოხდეს რაც რეალთან გააკეთა ბაიერნმა ხო ეხლა პარი სენ-ჟერმენი პირველ შეხვედრის ტაიმნახევარი ხო და ბოლო წუთები საკუთარ მოედანზე ნუ სასაული თამაში იყო ხო რა სიმართლე გითხრა მე ძალიან დიდი ისე რა 50-50-ზე რა და აბა ახლა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ძალიან ისეთი წყვილებია იცი აი ძალიან არათანაბარი 50-50-ზე მგონია და აქაც ჩემთვის არის ძალიან არათანაბარი წყვილები რა ნუ ახლა კენჭის რა ამას წილის რა ამას არა მე რას ვამბობ წყვილებია თვითონ არათანაბარი ამბობ რომ ახითა ნუ ეს ფინალია ჩემთვის რა თქმა უნდა რა ეს ძალიან მაგარი გუნდები ხდებიან და ფინალში არ ვიცი მე დიდი იმედი მაქვს რომ ხვიჩა მეორედ ითამაშოს ფინალს და მოიგებს და კიდე გაიტანს ყოველ შემთხვევაში მაგას ვისურვებდი რა მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ბაიერნის მიმართ რა რომელიც მართლა ძალიან მაგარი გუნდი გააკეთა 17 წლის ხვიჩას შეეძლო ეთამაშა მიუნხენის ბაიერნში პირველი დიდი კლუბი რომელიც ასე ვთქვათ ხვიჩასთან უკვე აწარმოებდა მოლაპარაკებას და ჩასულიც იყო და ხვიჩას კარიერა კარგად მიდის როგორც მიდის ჩვენივრად ღმერთს მაქნას რომ ასევე გაგრძელდეს და რამდენადაც წავიკითხე გარი ლინეკერს უთქვამს ხვიჩას შესახებ რომ მასზე გაცილებით მეც უნდა ლაპარაკობდნენ ვიდრე ლაპარაკობენო რეალურად კიდე ვერ ხედავენ რამხელა ფეხბურთელიაო მე პირადად ეს ვიდეო არ მომისმენია მაგრამ წავიკითხე ნათარგმნი და იმედი მაქვს რომ ეს გამოგონებული არ არის და მართლა ასე თქვა გარი ლინეკერმა და თუ ასე თქვა
მაშინ შემიძლია ვიამაყო იმით რომ ჩემი და გარი ლინეკერის აზრები ერთმანეთს ახალ ოთხიფანიძე რო თქვის დაჩის მაგან ჩამიგდო ის იტალიური ისენი პოდკასტები ხა გალაგაძეტას და იმას მეც ვნახავ მაგრამ საინტერესო ისენი აქვს ხოლმე თვითონ პოდკასტებიდან მონაკვეთები და უყურებს ხოლმე და გიჟდებიან ისე უყარდო ისიც უკვე აღარ სახსოვთ იქ ნაპოლიში წენა და ის არაფერი თავიანთი გონიათ რა თავიანთად მიიჩნევენ მაგრამ ხვიჩა რო ყოფილიყო იტალიელი ან ყოფილიყო ინგლისელი ან პორტუგალიელი ზუსტად იგივე თამაშს ნუ ჩვენ ნაკრები ყოველთვის განსაზღვრავს ფეხბურთელის აი რაღაც რეიტინგსაც და იგივე აი რასაც ლინეკერი ამბობდა ხო ქართველი რო არის სანაკრებო დონეზე აი იმ დონეზე მაღალ სანაკრებო დონეზე რო არ ჩნდება ხშირად ხო ბუნებრივია ხა ისე ვერ იქნება დაფასებული როგორც მბაპე და ვიღაც მსგავსი ვინისიუსი და რაღაც ეს სამწუხარო რეალობაა ხო აი ჯორჯ ბესტი შეიძლება იმ დროს თავის დროს ყველას ორი თავით ჯობდა მაგრამ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში იყო და ესეთი ვიღაცები ხო გვახსოვს იგივე ის ჩრდილო მაკედონიელი პანდევი ხო ძალიან მაგარი ფეხბურთელი ხო ნაკრები თუ არ მოგზდევს ცოტა ძნელია. მით უმეტეს ხა პანდევს არ ვიცი რამდენად ქონდა ამის შანსი, მაგრამ წლეულს ხვიჩა ყვარაცხელიამ რო ჩემპიონთა ლიგა ხელმეორედ მოიგოს, ისე თამაშობს. აი ეს ნახევარფინალი და ფინალი ძალიან მაგრამ რო ითამაშოს შატვალერზე მეტი შანსი მოეჭვია. შატვალე რო ოქროს ბურთის რეალური კანდიდატია და აი მაინც და მაინც ეხლა გვემთხვევა თუნდაც სოფლიოს ჩემპიონატის წელია. იმიტომ რომ გადაწონის და მე საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელებენ ვიღაცას, ვინც ერთადერთი რა უნდა მოხდეს, იცი, სოფლიოს ჩემპიონი უნდა გახდეს ვინმე ისეთი პარაგვაი. რომელსაც არ ყავს ვარსკვლავი. ხო და ყველამ ჩააგდოს ეს ისა იამალმა თავისმა ოლისემ ყველამ ჩააგდოს. ხო, კაბოვერდი რო გახდეს ხო და კაბოვერდი აგერა ერთ-ერთი ყველამ ჩააგდოს და ნუ ბოლოს ხვიჩა და ერთს დავამატებდი ჩემ თავში აღმოაჩინე და ალბათ ყველამ რა თქმა უნდა ეს იმ დღეს ახლა რა უყურებდით თამაშს მეჩვენებოდა რომ ვერ ითამაშა ისე კარგად რა და ამ დროს აი მე მეორე დღეს რო უყურე რა სამოფ მეიტორზე იყო ერთ-ერთი თავარი საქმის გამკეტებელი ჩვენი ემოციები ინდონეზია თამასა აწეული რომ უკვე თითოეული მაგის დაკარგული ბურთი მაგიზიანებს და უკვე მგონია რომ ამან ბურთი როგორ დაკარგა რა ხო რატო დაკარგა ბურთი ხო არასდრევა უკვე არასოდეს არ უნდა დაკარგა ადრე ეხლა ამას რას წარმოვიდი ადრე ის მიხარო და ქართულ ფეხბურთელებზე რომ აი ნახე რა გააკეთა ის მოატყუა ვიღაც რა რა ყვითელი აკიდა არ გასოს ნაპოლიში რო დაიწყო ხვიჩამ თამაში ერთმანეთს რა გინდა ყვითელი აკიდა რა ყვითელი აკიდა გასმე ყვითელი აკიდა კი არა მეორეჯერ იღებს ზედიზედ ჩემპიონთა წარმატებები ხიზა სხვათა შორის ნაპოლის მსგავსი ხვიჩა ყვარაცხელია პირველად ვიხილე აი პარის სენ-ჟერმენში ჩელსისთან 5-2-ზე და პირველი შემთხვევა იყო თუ არ მეშლება ყოველ შემთხვევაში ესეთია ჩემი დასკვნა რომ ლუის ენიკემ უთხრა რომ მოდი ახლა შენ შეუტიე რა დაცვაზე დიდად არ იფიქრო და გამოჩნდა აი გამწარებული გავიდა და შეტევაზე იყო ძირითადად სპეციალურად შეიღოცა ჩელსი ცოტა მოიღალა მაშინ იუვენტუსთანაც აი კაი თამაში შენ ამბობ 5-1 ხო 5-1 რომ იუვენტუსთან ჩელსისთან არა ჩელსი იუვენტუსთან პარის სენ-ჟერმენ ჩელსისთან ნაპოლის დროინდელი ხვიჩა პირველად PSG-ში ვნახე ჩელსისთან 2-2-ზე აი მან ჩემი შეხედულება მაქვს რა ნაპოლის დროინდელი ხვიჩა იყო ეფექტური, მაგრამ ეხლა ხვიჩა გაცილებით დიდი ფეხბურთელია ვიდრე იყო ნაპოლიში. არა, მაგაზე 200-ზე არა. მე რას ვიცი, მაშინ დაცვაში მუშაობა ხო იმან ასწავლა სპალეტიმაც დაიწყო მაგასთან მუშაობა და ის რა ქვია მაგის შემდეგაც ის სპალეტის სასვლის შემდეგაც მაგაზე მუშაობდა და აი აქ უბრალოდ როცა დაჭირდა აი ეს მხოლოდ შემოქმედებით და შემტევი ფეხბურთის ჩვენება როცა დიდი სხვა გზა გუნდს არ ქონდა თამაში უნდა გადაერჩინათ ხო და უნდა მოეგოთ ჩელსისთან აი იქ გამოჩნდა ძალიან დაცვის იმას ტვირთს თუ არ აკიდებს შეტევაში რა შეუძლია. სხვა შორის დევიდ ვები რო იყო საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი, იმასთან იყო ინგლისურ პრესაში ინტერვიუ და იმან მე სხვისგან ასეთი მოსაზრება არ გამიგია, ხაზი გაუსვა რომ
კონტესო აქვსო ძალიან დიდი როლიო სპალეტის მერეო კონტემ დააწყებინა Conte, ხვიჩას დაცვაზე მუშაობაო და აი ის რაც დღეს არის უკვე ძალიან დახვეწილი ლუის ენრიკეს ხელში კონტეს დაწყებულია. კონტეს ეგ ხო, კონტეს აქვს საერთოდ ეგ უნიკალური თვისება თავიდან, სადაც მიდის, წელიწად ნახევარი, ძალიან მაგრად მუშაობს რა. აი მერე უფუჭდება ხოლმე, ყოველი მესამე სეზონი აქვს ცუდი თორე და მეორეც დამთავრება. მერე ფილტრები აქვს ხო, აშკარად მე იმაშება ხოლმე და ეს იუვენტუსი წეღანაც რო ახსენე ფილტრის გამოჩნდა. ევრი. ხვიჩა ისეთი აი რა გამახსენდა ადრეც მithქვია და იუვენტუსი უცებ წელან იმიტომ ვიფიქრე რომ აი მაშინაც იყო რაღაც ესეთი პერიოდი ქონდა ჩავარდნის 1-3-4 თამაში ნაპოლიში და ახალი წლების პერიოდი იყო და იუვენტუს ხვდებოდნენ რა და რაღაც ცუდი სერია წაუვიდა მაგ თამაში გამოვიდა და რა 5-1 რომ 2 გოლი 1 საგოლი ხო და აი ეს მე რაღაც დავაკავშირე ზუსტად ამ ჩელსისთან თამაში აი ჩელსიმდეც ხო იყო რაღაც უკმაყოფილო რო იყო ლუის ენრიკე და ისა და გამწარებული როგორც კი მოკოკა და ამან რო დაიწყო და ეს არის ხასიათი არის რეკორდის ხო შემაგინოს და ვესრიო ხო კაი აქვს ეს ხვიჩას მაგ მომენტი და მაგ მომწონს რა თუ გახსოვთ აი პირველად მაგაზე ყურადღება ნაკრებში ყველაზე მეტად რაზე გაამახვილეს საბერძნეთთან გოლი რო გაიტანა 1-1 რო გახადა და ბურთი კი არ დაატოვა და რაღაც ბურთი რო წამოიღო ხო ამ თამაში კი არა ვიცი რომ მე მაყურებლისთვის დავაზუსტოთ ლაპარაკი არ არის აი ამ ისტორიულ თამაშზე საბერძნეთში გამართულ თამაშზე და აი ხასიათი მაშინ გამოაჩინა რომ აი ამას ყოველთვის მოგება უნდა და ჩვენ ნაკრებს რაც მით უფრო შეიძლება მაგდონის არ ყავდეს მაგრამ ასეთი ამბიციური მოთამაშეები და მებრძოლი მოთამაშეები რაღაც გჭირდება რა ძალიან გჭირდება რა ხო უკვე ძალიან იმაზე ასული რაღაც სხვა სიმაღლეზეა სასწაული სიმაღლეზეა ასული რა კარგით მეგობრებო ხვიშას წარმატება უსურვოთ ქართულ ფეხბურთს წარმატება უსურვოთ და მერაბს უთხრათ ძალიან დიდი მადლობა დღეს ჩვენთან სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის მერაბ ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგო და მაგარი ხარ მერაბ წარმატებები ქართულ ფეხბურთს მადლობა თქვენ წარმატებები და სიხარული და რაც თავარია კვარასმინდა ბევრი გოლი მამარდას ჯანმრთელობა სადღეგრძელო გამომივა მაგრამ ბიჭებო გაგვახარეთ რა ძალიან ბედნიერები ვარ თქვენ რო იგებთ ხოლმე აბა რა ჩვენზე ბედნიერი კაცი არ იქნება რა